და 1 ნოემბრამდე 200 სტრაფი მოკლედ. და ეს არის ინგლისურის ტესტები კიდევ ნაწილი. მაგის გარდა კიდევ აპლიკაციაში წერ ჩვენს აქტივობებს, იმაში რა ქვია, სკოლაში რა აქტივობები გქონდა, რაღაც კლუბები თუ გქონდა და ასე შემდეგ. და ასევე წერ ოლიმპიადებზე მიღწევებზეც ამ აქტივობების სექციაში წერა. მე თავარი მე რაც დამეხმარა MIT-ში მიღებაში იყო ეს ოლიმპიადებში წარმატებები, საერთაშორისო ოლიმპიადებზე და ეროვნულ ოლიმპიადებზე. და ამის აპლიკაცია ფაქტობრივად ეს არის თავარი რაც არის აპლიკაციაში. აპლიკაციას რო გააგზავნი, ამის გარდა კიდევ გჭირდება ორი მასწავლებლისგან ერთი მათემატიკის და ერთი არა, ანუ ქართულის ან ისტორიის მასწავლებლის რეკომენდაციები. და აპლიკაცია თვითონ ეს არის ფაქტობრივად მეტი არც არაფერი არ არის. და აპლიკაციას რო გააგზავნი, სადღაც ერთ თვეში მომწერა MIT-მ ინტერვიუსთან დაკავშირებით და ინტერვიუ ჩამიტარეს. ინტერვიუზე მკითხეს, ისეთი კითხვები იყო რა. რატომ გინდა MIT-ში სწავლა, რაგზე გამოიარე აქამდე, ვისი გაკეთება გიყვარს და ასე შემდეგ რა. და ეს ინტერვიუ ჩატარდა სადღაც მე თებერვლის დასაწყისში ჩამიტარეს და მაგის შემდეგ უკვე პასუხებს ველოდებოდი მარტში. და მარტში მომივიდა დადებითი პასუხი MIT-დან. ეს არის ძალიან კარგი. თუ შეკითხვები რაღაც კონკრეტულ ამ საკითხზე შეიძლება ეხლა დასვან, ხო? კი. გამოსვლის მიმართ. კი ბატონო. ჩატში შეგიძლიათ მოიწეროთ, ასე რომ შეგიძლიათ დაგვისვათ შეკითხვები. ხო, მე დამავიწყდა, მე თქვა რომ ამის ვიდეო ჩანაწერს ვაკეთებთ და მე გამოვკიდებთ ჩვენს ბლოგზე და ექნებათ საშუალება რომ ვინც ვერ ნახა მე ნახოს, იმიტომ რომ იწვევს ინტერესს ესეთი რაღაცები. ხო, ძირითადად ოლიმპიადებით არის მოხვედრილი აქ სულ ყველა ერთადერთი დიმიტრის გარდა. დანარჩენები ან მარტო ინფორმატიკა, ან მარტო მათემატიკა, ან უმეტესობას მათემატიკა და ინფორმატიკაზეც აქვთ მედლები საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოპოვებული. ძალიან საინტერესოა დიმიტრის გამოცდილება, იმიტომ რომ ერთადერთი დიმიტრია, რომელიც ოლიმპიადების გვერდისავლით მოხდა და ეგ საინტერესო იქნება, რომ ორი სიტყვა გითხრა დიმიტრი მაგის შესახებ, როგორ მოხდა ეგ ამბავი. კი ბატონო, ერთს ალბათ რასაც აღნიშნავ ის არის, რომ როცა აპლიკაციას ავსებ, რაღაც კონკრეტული მიმართულება თუ გაქვს, რაზეც აკეთებდი ორიენტირებას და რაზეც ცდილობდი, რომ შედეგს მიიღწია, ეგაა ყველაზე მთავარი. ჩვენს უმეტესობისთვის იყო ოლიმპიადა, მთავარი მამოძრავებელი და ჩემ შემთხვევაში იყო საქართველოში მაშინ იწყებოდა სტარტაპების და ეგეთი პატარა კომპანიების ჩამოყალიბების პერიოდი, ასე ვთქვათ რა. სტარტაპები მიდიოდნენ უცხოეთში, იღებდნენ ინვესტიციებს და ამან გამოიწვია ძალიან ისეთი პოპულარობა თვითონ საქართველოში. მე რაც გავაკეთე ის იყო, რომ მეგობრებთან ერთად დავიწყეთ რაღაც ხელთათმანის გაკეთება, ვირტუალური რეალობაც ახალი ინდუსტრია იყო და გვინდოდა რომ ვირტუალური რეალობისთვის შეგვექმნა ხელთათმანი, რომელიც საშუალებას მოგცემდა დაგვიკავშირებინა ჩვენ თავი კომპიუტერთან. ისე რომ ხელებს რომ ამოძრავებთ ვირტუალურ რეალობაში ჩანს ეგ ყველაფერი. იმ პერიოდისთვის ახალი რაღაც იყო, აღმოჩნდა რომ ბევრი ისეთი არავინ არ აკეთებდა, არავინ იყო ჩართული. Oculus-ი ალბათ ბევრს გაუგია და Oculus-ი იყო ახალი პროდუქტი, რაც გამოვიდა და ამიტომ ამან ინვესტორების მხრიდან გამოიწვია ინტერესი. წავედით დუბაიში და გქონდა რაღაც ისეთი ექსპერიენსი რა, თავიდან ბოლომდე იყო
აქსელერატორში ვიყავით, სადაც გავიარეთ კომპანიის ჩამოყალიბების პროცესი იყო, development-ი გავიარეთ, ასე თუ ისე დავხვეწეთ პროდუქტი და ჩემს შემთხვევაში მაგალითად ინტერვიუ როცა მქონდა MIT-სთან, წაღებული მქონდა ხელთათმანი თვითონ. მე მაშინ დუბაიში ვიყავი, ამიტომ საშუალება მქონდა რომ პირადად შევხვედრილიყავი ვისთანაც იყო ინტერვიუ და თუ მაგალითად ნიკა საუბრობდა ოლიმპიადებზე და თავის მიზნებზე აქედან გამომდინარე, ხა ზუსტად არ ვიცი. მე საუბრობდი ჩემ შესახებ, როგორ მინდოდა მაგალითად ტექნოლოგიების მხრივ განვითარება, რაში გამომადგებოდა MIT და რაში შეიძლება გამომდი მე. როცა რაღაც ორმხრივი კავშირი ჩანს ის, რომ დაუშვათ შენ ნამდვილად გამოგადგება ეს უნივერსიტეტი და ამავდროულად შენი რესურსებით, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს ასე თუ ისე რაღაც დადებიც მოუტან, ჩემს ერთ-ერთი მთავარი ეგ არის. იმისთვის, რომ მეჩი მოგდეს რა უნივერსიტეტთან. ამიტომ ჩემი დამოკიდებულება იყო ასეთი, რომ მქონოდა რამე მთავარი, რითიც კარიერული მიზანი, ასე თუ ისე, თუმცა ეს აუცილებელი არაა, რომ კარიერული მიზანი გქონდეს, როცა აბარებ. და ამ მიზნიდან გამომდინარე ამეწყო გეგმები კარიერული ცხოვრების მანძილზე. და ეს იყო რაც ვილაპარაკე ჩემ აპლიკაციაში და ინტერვიუში. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მოდი ახლა საბას ვთხოვოთ, უთხრათ საბა რაღაც ყველაზე განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, 1 წელია MIT-ში სწავლობს, მაგრამ თბილისიდან, ხო? აი ეგ როგორ ხდება ახლა, ან როგორ გაგრძელდება ეგ შენი სწავლა, როგორ იქნება, მაგის შესახებ რო გითხრა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად მოახერხა MIT ვირტუალურ სწავლებასთან შეთვისება, ასე რომ ვთქვა. ამდენად არ ვიცი აქამდე როგორ იყო, მაგრამ მე ამ სემესტრი წლით ზოგადად საკმაოდ მოყოფილი ვარ, იმიტომ რომ საკმაოდ პროდუქტიულად მიმდინარეობდა. ბევრი რესურსები ქონდა, გვაქვს რაღაც საიტი თავარი, სადაც ძირითადად ლექციები იდება და Zoom-ის ლინკები და სხვადასხვა ინფორმაცია და ფაილები დევს. და რამდენიმე სხვადასხვა საიტის მეშვეობით, მოკლედ სადაც ერთ საიტზე გვაქვს სადღაც დავალებებს ვერთავთ, მეორე საიტზე გვაქვს სადაც სხვადასხვა დამატებითი მასალების ნახვა შეგვიძლია და მესამე საიტზე გვაქვს სადაც ლექციებზე შესვლა და დასწრება შეგვიძლია. ეს ყველაფერი Zoom-ით მიმდინარეობს. საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ყველანაირად გეხმარებიან ან დაუშვათ გამოცდების მხრივ ახლა ჩვენთვის ცოტა გვიან არის ხოლმე ეს ყველაფერი ლექციები ჩვენ დროით დაახლოებით 7 საათზე იწყება და ღამის 12 საათზე მთავრდება. მაგრამ საბედნიეროდ უფლებას გაძლევენ, რომ თუ დაუშვათ გამოცდაც უდროს გაქვს, შეგიძლია სთხოვოთ და სხვა დროს დაწერო. ასევე სხვა რაღაც მაგალითად სემინარები ან presentation-ებს რასაც ვეძახით, მოკლედ ისინი თუ გვაქვს ცოტა გვიან შეგვიძლია გადმოვიტანოთ და მოკლედ ჩვენვე დროს მოვარგოთ. ამ მხრივ მოკლედ არანაირი საყვედურები არ მაქვს ევაით. რაც შეეხება შემდეგ გაგრძელებას, როგორც მე ვიცი, ფიქრობენ რომ შემოდგომიდან უკვე ჩვეულებრივ გაგრძელდეს სწავლა კამპუსზე და მედია რომ მოხერხდება ეს ყველაფერი. ამერიკაში საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს ახლა ვაქცინაცია და ეგ მნიშვნელოვანი როლს ითამაშებს ამის გუგლის შესრულებაში. იმედია ნამდვილად. ეხლა უშუალოდ აი რას სწავლობთ, იქნებ ელენემ და გიორგიმ გვითხრას მაგის შესახებ. ელენეს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, უკვე მე-4 წელს ამთავრებს ფაქტიურად და აი თვითონ ეს რომ მოკლედ მოგვიყვე ეს სისტემა, კრედიტები, საგნები, აი როგორ ხდება ეს ყველაფერი. ხო, მე იმით დავიწყებ, რომ მე და გიორგი და დიმიტრიც ამერიკაში ვართ, თუმცა ჩვენც ონლაინ ვსწავლობთ. ჩვენი ოთახებიდან ვსწავლობთ, ჩვენც მაინც Zoom-ით გვიწევს ლექციაზე დასწრება, იმიტომ რომ რეალურად შენობები არის, მაგრამ შიგნით ლექტორები არ არიან და ოთახებიც არიანია.
ხა მე მეოთხე კურსზე ვარ კომპიუტერული მეცნიერებას და ინჟინერია ჰქვია ჩემ ფაკულტეტს. ზოგადად MIT-ში მოთხოვნები ამ კონკრეტული ფაკულტეტისთვის ძალიან ანუ არ არის ძალიან რაღაც კაცრი მოთხოვნები, ძალიან ბევრი რამის არჩევა შეგიძლია. თვითონ ინსტიტუტს რაც აქვს მოთხოვნები, ანუ ნებისმიერ ადამიანს აქვს ასაღები, მეცნიერების საკითხები, როგორც არის ბიოლოგია, ქიმია, ორი ფიზიკა, ორი მათემატიკის საგანი. მაგის გარდა ანუ დაახლოებით 4 წელიწადში 8 სემესტრში უნდა ავიღოთ სულ ჯამში 8 ჰუმანიტარული ხელოვნების ან სოციალური მეცნიერების საგანი. მაგას ყველა ვიღებთ. ჩემ კონკრეტულ ფაკულტეტს კომპიუტერულ მეცნიერებას აქვს რამდენიმე აუცილებელი მოთხოვნის საგანი და დანარჩენი არის ის საგნები, რომლებიც ჩემით უნდა ავირჩიო. კრედიტები რაც ახსენეთ, ანუ მოთხოვნა ის არის, რომ დავაკმაყოფილოთ ჩემი ფაკულტეტის აუცილებელი მოთხოვნები და რაღაც კრედიტების აუცილებელი რაოდენობა ავიღო იმისთვის, რომ შემდეგ დიპლომი მივიღო. მე პირადად ყველაფერი აუცილებელი რაც დავამთავრე მოთხოვნებიდან, მაგის შემდეგ კომპიუტერული მეცნიერებების სისტემების კლასები ავიღე. ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებდა. ბევრი მიმართულება არის, რაც შეგიძლიათ აირჩიოთ კომპიუტერულ მეცნიერებაში, მაგალითად თეორიული კომპიუტერული მეცნიერება, ან უფრო ინჟინერია, ან შეიძლება ელექტრული ინჟინერიისკენ წახვიდეთ, ან რობოტიკა, მაგრამ მე სისტემები მაინტერესებდა. ძალიან კარგი. ეხლა გიორგი კლიაშვილის ვეკითხები, იქნებ შენ გითხრა, აი რა კუთხით. გიორგიმ საქართველოში რამდენიმე სკოლა გამოიცვალა, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა, მერე თბილისში გადმოვიდა და დემირელის სკოლაში სწავლობდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ დემირელი დაიხურა და ზუსტად გიორგიზე მოუწია ეგ ამბავი და მოუწია კომაროვის დამთავრება. რატო ამბობ ამას? ყველა ამ სკოლაში გიორგი ითვლებოდა ძალიან კარგ მოსწავლედ და ძალიან კარგად სწავლობდა, ისევე როგორც პრინციპში ყველა დანარჩენები. აი, რომ დაგვანახო პარალელი, გიორგი, რამდენად რთული არის სწავლა უნივერსიტეტში სკოლებთან შედარებით და აი სპეციფიკა რა აქვს, რითი განსხვავდება? არის გარანტია იმის, რომ თუ სკოლაში კარგად სწავლობს ადამიანი, ის გარანტირებულად კარგად ისწავლის უნივერსიტეტშიც? ჩემთვის განსხვავება, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. ჩემთვის განსხვავება ზოგადად აქაურ უნივერსიტეტში სწავლებასა და საქართველოში სკოლებში სწავლებას შორის საკმაოდ დიდია, მაგრამ ის პრინციპი მაინც შეგვიძლია, ანუ მე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში თუ პირობითად ხარ მოდორმებული, რომ ისწავლო სკოლის მასალა და არ ჩამორჩე და გაქვს ის მიზანი, რომ ყველაფერი ისწავლო, ესე ვთქვათ, აქაც არ გაგიჭირდება აქაურ სისტემასთან შეგუება. განსხვავებები, რაც ვახსენე, არის პირველ რიგში ის, რომ მასალა ძალიან ბევრი რამის დაფარვა გიწევს ყოველკვირეულად და ზოგადად სემესტრში. დავალებები არის საკმაოდ ბევრი და ძნელია რომ მარტივი არის რომ რაღაც მომენტში ქონება გაიგცეს, ასე ვთქვათ, რაღაცას ჩამორჩე და მე გარკვეული დრო დაგჭირდეს რომ დაეწიო ყველანაირ მასალას. თუმცა კონკრეტული რეჟიმი თუ გააქვს და თუ მოიდომებ, ანუ შეუძლებელია ერთ-ერთი და არც განსაკუთრებული საკითხი. თითოეულ კლასს აქვს სხვადასხვა სისტემა, ანუ როგორც ძალიან მახსენა, ძალიან დიდი თავისუფლება გაქვს იმასთან მიმართებაში, რა კლასების აღება შეგიძლია. ანუ გაქვს კონკრეტული მოთხოვნები შენი დეპარტამენტიდან, თუმცა ამ მოთხოვნების სხვა ვერსიების ჩანაცვლებაც კი შეგიძლია ზოგიერთის
და დამატებით კიდევ ძალიან დიდი თავისუფლება გაქვს კლასების აღების. და თვითონ კლასები სტილით ძალიან განსხვავდება, მაგალითად კომპიუტერულ მეცნიერებაში ხშირად ნახავ ისეთ საგნებს, რომლებიც ხოლმე განითხოვენ რაღაც მთელი სემესტრის განმავლობაში რაღაც ერთი კონკრეტული სისტემის დიზაინს და რაც 1-2 გამოცდის გარდა საერთოდ გამოცდებიც არ აქვთ ხოლმე მეორეს მხრივ პირველ რამდენიმე კურსზე, პირველ ორ კურსზე და ზოგადად ზოგადად საგნებში, მაგალითად ფიზიკაში არის საგნები, რომლებიც შეიძლება 4 გამოცდა გქონდეს მთელი სემესტრის განმავლობაში. ანუ თვითონ საგნების სტილი განსხვავდება დეპარტამენტებს შორის და იმაზე არის დამოკიდებული კონკრეტულად რას გასწავლიან და რას იღებ ამ საგნებიდან. საგნებზე ზოგადად ის მინდოდა მეთქვა. დამატებით კარგი, დიდი მადლობა. ამირან, ერთი წუთი იქნება რაღაც ბავშვებს 1-2 სიტყვით უთხრათ სტუდენტური ცხოვრების შესახებ. ეხლა ამ პანდემიის დროს რა თქმა უნდა ცოტა შეზღუდული იქნება, მაგრამ ზოგადად დაინტერესებს ბევრს როგორ არის მაგრამ სიტუაცია და ამის შესახებ იქნებ ვისაუბროთ რა. კი ბატონო, ეს ალბათ ისევე დღევანდელმა სტუდენტებმა ჯობია გვითხრან. იგივე დიმიტრი მელენემ, გიორგიმ. ერთი რაც არის ხოლმე სტანდარტულ ცხოვრებაში სპორტში ვიღებთ ხშირად მონაწილეობას. მგონი 1 პოინტი არის ხო რაც გასაღები. PE პოინტებს ეძახიან, რომელიც ჯობია რომ გადაანაწილო სემესტრების მანძილზე. ეგ კარგი არის იმისთვის, რომ ფიზიკურად აქტიურობ და თან სხვა სტუდენტებთან გააქვს ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში, ან ჩემ შემთხვევაში ეგეთი რაღაც იყო წლების წინ. როცა დავიწყე თავიდან სწავლა უნივერსიტეტში. ამ თავი აქტივობა იყო სპორტი ფეხბურთი მაგალითად და ვერ ვიტყვი რომ ამერიკაში ძალიან დიდი ინტერესი არის კონკრეტულად ფეხბურთის, მაგრამ მაინც საინტერესოა. შენ საგნები აიღე სპორტის. მე სპორტის საგნები ჯერ არ ამბია. უბრალოდ დავწერდი. ხო, სპორტის საგნები მოთხოვნის, აუცილებელი მოთხოვნაა. დიმიტრი როგორც ახსენა, 8 კრედიტი უნდა დააგრო, თითო საგანი 2 კრედიტს გაძლევს, ანუ სულ 4 საგანი გაქვს ასაღები. თითო საგანი გრძელდება 9 სემესტრი. ანუ რეალურად 1 წელიწადში შეგიძლია მოითავო ყველა, მაგრამ გადანაწილება ჯობია ალბათ. მე პირადად ავიღე 2 ცეკვის საგანი, სპორტული ცეკვები. ერთი იყო ballroom dance და swing-ი. ეგ ცალ-ცალკე. ფიგურული სრიალი ავიღე, ყინულზე სრიალები ხოლმე. უბრალოდ ძალიან გაგიმისკავსო. კვირაში 2 ჯერ სრიალებდი ხოლმე ყინულზე. ნუ გართობაც არის და თან სპორტის საგნადაც გეთლება და კიდევ რა ავიღე? იოგაზე დავდიოდი კვირაში 2 ჯერ და ეგეც სპორტად ჩაითვალა. ხო, ამ წუთას ახლა კოვიდის გამო ძალიან ბევრი მაქსაგნებიდან ფაქტობრივად ფიზიკურად ვერ ხერხდება, მაგრამ ამ წუთას ვიღებ მე გოლფს სწავლობ და ისეთი უცნაურია ცოტა პირბადებით, ჩვეულებრივად თამაშობ ხოლმე კვირაში 2 ჯერ გოლფს და ეს სიტუაცია. ზოგადად კამპუსზე ის მინდოდა მეთქვა, რომ ამ წუთას ახლა მეც და დიმიტრიც კამპუსზე ვართ. უშუალოდ კამპუსის დორმიდან ვერთებით ამ შეხვედრას და სიტუაცია არის კოვიდის გამო აი ძალიან დაპაუზებულია სტუდენტური ცხოვრება, ასე ვთქვათ. ან წინა წლებში შარშან დელთან მე გამოცდილება და შარშან დელთან შედარებით საერთოდ არაფერი არ ხდება. ყველაფერი არის გადატანილი ონლაინ რეჟიმში, ყველაფერი არის Zoom-ში ან Microsoft Meet-ში ან ეგეთ Google Meet-ში და მოკლედ ყველაფერი არის ონლაინ გადატანილი და მაგიტომ ფაქტობრივად
მიუხედავად იმისა, რომ კამპუსებში ცხოვრობ და ირგვლივ სტუდენტების უმრავლესობა გვერდით დორმებშიც ასევე ცხოვრობენ, ერთმანეთთან შეხება და შეხვედრები გვაქვს ყველა მაინც ოთახებიდან ლეპტოპით. ეს ეხება ლექციებს, რაღაც კლუბების შეხვედრებს, ყველაფერს და ასე შემდეგ. დავუმატებოთ რაღაცას. ყველა დორმს საცხოვრებელს აქვს ასე თუ ისე თავისი კულტურასავით. მაგალითად, თავიდან ცხოვრობდი ბარტონ კონერში. იქ ყოველდღე შაბათს ვიკრიბებოდით ხოლმე და უბრალოდ საღამოობით ან ლაპარაკობდით, ან უბრალოდ ხალხი ვიკრიბებოდით, რაღაცებს ვაკეთებდით, მოკლედ. წესით, ეხლა მე და გიორგი ცხოვრობთ მასიში, წესით აქაც მსგავსი რაღაცები უნდა იყოს ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ხდებოდა. რავი, კიდევ ვინმეს თუ აქვს რამე სიმოსთან დაკავშირებით ეხება მაგალითად. რამე საინტერესო. რაც აქტივობების სულ ყოველთვის იყო ხოლმე კოვიდამდე განსაკუთრებით იმ კვირებში, როდესაც ბავშვები, თქვათ, პირველ კურსელები თავიდან ჩამოდიან, ყველა საცხოვრებელს ჰქონდა თავისი აქტივობები, განსაკუთრებით გასაცნობად, საცხოვრებლის სანახებლად, ოთახების სანახებლად, ზოგჯერ ხალხს საცხოვრებლის შეცვლაც კი შეეძლო მაგის შემდეგ. ძალიან ბევრი უფასო საჭმელი იყო ყველგან კამპუსზე მაგ დროს. არც კი გჭირდებოდა ხოლმე dining hall-ში, ანუ ოკეი, ქართულად რა მნიშვნელობა აქვს dining hall-ში მისვლა და ჭამა. ძალიან ბევრი ანუ ეგ პერიოდი რო ჩავიდა ხოლმე და სწავლა დაიწყებოდა, შემდეგ იწყებოდა დიდი პერიოდი, როდესაც კომპანიები მოდიოდნენ კამპუსზე. სტუდენტებს ქონდათ საშუალება ვთქვათ შეხვედროდნენ ამ კომპანიებს მოესმინათ ისინი რას აკეთებენ, ბევრი უფასო საჭმელი იყო მანდაც და career fair-იც ქონდა ხოლმე, სადაც ერთი დღის განმავლობაში ხვდებოდით შეიძლება 100-200-მდე კომპანიას, შემდეგ ინტერვიუებს დაგვინიშნავდნენ ხოლმე. ეგ ძალიან კარგი საშუალება იყო სტაჟირების საპოვნად, ზაფხულისთვის, ან მე სრულ სამუშაოს საპოვნად. სტუდენტურ ცხოვრებაში კი ბევრი რაღაც ხდებოდა. მგონი გიორგიმ კარგია ფრედ ცხოვრებაზეც ისაუბროს. მომეწონა ის გიორგი გოლფში რო დაგიწყია გოლფის სწავლა, როგორც მომავალ მილიონერს გამოგადგება გოლფი მილიონერების თამაშია. ძალიან საჭირო. დაგჭირდება, მალე დაგჭირდება. მალე. ეხლა მე მინდა ზვიაცდა მარიამსაც მივცეს სიტყვა. ეხლა იქნებ თქვენ მაგ კუთხიდანაც დაგვანახოთ, აი ვთქვათ რა ხდება უნივერსიტეტის შემდეგ. და მანამდე თითქმის ყველა ბავშვის შეკითხვაში ჩანდა ეგ ამბავი და ყველას აინტერესებს აი რა უნდა წამოვიღოთ მაქსიმალურად სკოლიდან. აი რას მივაწვეთ მოკლედ, რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ გამოგვადგეს როგორც უნივერსიტეტში სწავლის დროს, ისე იმის შემდეგ. რას გვირჩევთ? სკოლა იქნება თუ მზიურში, აი რა უნდა მიიღონ ბავშვებმა, რაც შეიძლება მეტი რაზე გაამახვილონ ყურადღება, რა უნარები გამოგადგება კაცს როგორც უნივერსიტეტში სწავლაში, ისე იმის შემდეგ. აი მაგაზე რო გითხრათ. ბატონო, მოგესალმებით ყველას. საკმაოდ ბევრი შეიკრიბეთ, ძალიან სასიხარულო არის ეს. თან ამდენი ემაითელი ბავშვები ერთად მართლა ძნელი შესაკრები არის. ცოტა მას მოგცემ ჩემს შეკითხვებით შემოვიდა. ხო, ჩატში თუ ჩაწერთ შეკითხვებს, კარგი იქნება, იმიტომ რომ ყველამ შეგვიძლია ვნახოთ და გიპასუხოთ. ჯერ ცოტა ჩემს შესახებ გეტყვით ისტორიას. მე MIT-ში ჩავაბარე 2006 წელს. ანუ ახლა რო ვფიქრობდი, მოხუცი კაცივით დავიწყე ფიქრი, რომ ზოგიერთი დაბადებულიც კი არ იყავით მეთქი, როცა MIT-ში ჩავაბარეთ. ანუ ცოტა დაბერებულად ვიგრძენი თავი ესე. და 2006-ში რო
ჩავაბარე 2010-ში დაამთავრე ბაკალავრიატი და 2011-ში მაგისტრატურა. მაგის შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი დრო კი გავიდა, მაგრამ რაღაცები მაინც არ იცვლება, ასე ვთქვათ, რაღაცები რჩება, რაც ყოველთვის ერთი და იგივე არის. და ყველაზე მთავარი, რაც იმედია უკვე დაინახეთ ცოტა სხვების ნალაპარაკებიდან არის ის, რომ ეს საქართველოში რო ხარ სწავლობ სკოლაში, ცხოვრობ მშობლებთან და ასე შემდეგ. უნივერსიტეტი ხშირად არის ეს პირველი დიდი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. და ეს ბევრ რაღაცაში გამოიხატება, ანუ რომ ჩააბარებ უნივერსიტეტში და თუ კოვიდი არ არის და წახვედი ამერიკაში კამპუსზე, პირველი ის არის, რომ იწყებ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ალბათ პირველად არის, როდესაც ცხოვრობ მარტო. მშობლების გარეშე, ასე ვთქვათ. მაგრამ სხვა რაღაცებშიც გამოიხატება, მაგალითად, როდესაც ირჩევ რა გინდა რომ ისწავლო, რა კლასები აიღო და ასე შემდეგ, გზა არ არის ესე კვეთრად გამოყოფილი. შენით ირჩევ უმეტესწილად, რისი გაკეთება გინდა, რისი სწავლა გინდა, რამდენად რთული გინდა იყოს სწავლა, რამდენად მარტივი. შეგიძლია MIT თუნდაც კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი ისე დაამთავრო, რომ ძალიან რთულ კლასს საერთოდ არც შეეჭიდო. მხოლოდ ყველაზე მარტივი გზა არჩიო და დაამთავრო, მოგცენ დიპლომი, წახვიდე და ეგ იყოს შენი ცხოვრება. ან შეგიძლია ისეთი რთული კლასები აიღო, რომ სულ ეს რა ქვია, სულ ტირილში იყო, რომ ეს რა უქენი ჩემ თავს, რა მინდო და ეს რა ავიგიდე. მაგრამ მარტო სწავლაზე არ არის ეს, სხვა რაღაცებშიც არის, რომ MIT-ს და სხვა ამერიკულ უნივერსიტეტებსაც, მაგრამ განსაკუთრებით MIT-ს აქვს ყველაზე კარგი ის, რომ ყველას შეუძლია იპოვნოს თავისი ადგილი. ანუ არის ხალხი, რომელსაც უნდა ვთქვათ, აი როგორც ბატონმა ამირანმა ახსენა, რომ ისეთ ჯგუფში იყოს, სადაც ვთქვათ, მათემატიკის და კომპიუტერის გარდა სხვა არაფერზე არ ილაპარაკებენ. თუ ეგ მოგწონს, იპოვნი მასეთ ჯგუფის, მასეთი სტუდენტების ჯგუფს. თუ გინდა რომ ვთქვათ, უფრო ბალანსური ცხოვრება გქონდეს, გინდა ეს მათემატიკა და კომპიუტერი, მაგრამ სხვა რაღაცებზეც გინდა ლაპარაკი, ვთქვათ, შეიძლება ფეხბურთის თამაში გინდოდეს, შეიძლება გოლფის. ესე კიდევ კაი, გოლფით ვირტუალურად არ გათამაშეთ. ანუ ეგეც შეგიძლია იპოვნო. ანუ რამდენად შენი ასე ვთქვათ, სოციალური სფეროს პოვნა მარტივი არ არის, მაგრამ ყველასთვის არის ასე ვთქვათ ადგილი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ ხშირად არ გაქვს ამის საშუალება. განსაკუთრებით რაც უფრო ასე ვთქვათ პატარა ადგილიდან მოდიხარ, უფრო რთული არის ხოლმე. ანუ ხშირად არის ვთქვათ, რომ სკოლაში შეიძლება სულ 2 ან 3 ბავშვს იცნობდე ისეც, რომელსაც შენნაირი რაღაცები აინტერესებს, შენნაირი ასე ვთქვათ მიზნები აქვს, ან შენნაირი რაღაცები მოსწონს. და ანუ MIT-ში ეგ არის კარგი, რომ უფრო შეგიძლია განავრცო ასე ვთქვათ შენი წრე და აგრეთვე შენი მსოფლმხედველობაც უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ უფრო მეტ ბავშვები ვინც ასე ვთქვათ შენნაირ რაღაცებზე ფიქრობს, მაგრამ ცოტა უფრო სხვანაირად. და ეს გეხმარება მაგაში გაუმჯობესებაში. რაც შეეხება MIT-ის შემდეგ ცხოვრებას, ანუ უნივერსიტეტის შემდეგ ცხოვრებას. მან რა თქმა უნდა ძალიან გეხმარება ის, რომ MIT ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტი არის და კარებს გიღებს ყველა კომპანიაში, ასე ვთქვათ. მაგრამ კარების გაღების მეც უნივერსიტეტი ვერ გაგიკეთებს ბევრს ვერაფერს. შიგნით შენ თუნდა შეხვიდე. ძალიანაც არ დაგპატიჟებენ ახლა, მაგრამ კარებს გაგიღებს, ასე ვთქვათ, აი თქვა შენს რეზიუმეს რო გააკეთებ და შიგნით რო წერია, რომ MIT-ში სწავლობდი, ეგ იმას ნიშნავს, რომ ინტერვიუს ალბათ ყველა კომპანია დაგინიშნავს. ახლა თუ ინტერვიუზე მიხვალ და ვერაფერს ვერ იზამ, მაგაში MIT ვერ მოგეხმარება, მაგრამ ეგ ძალიან დიდ პლუსს გაძლევს. არა მარტო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არამედ უნივერსიტეტში სწავლის დროსაც. თქვათ ზოგიერთები ალბათ პირველი კურსის მერეც, მაგრამ უმეტესად მეორე, მესამე კურსის დამთავრების შემდეგ ზაფხულის განმავლობაში გაქვს საუკეთესო საშუალება, რომ ჩააბარო ინტერნშიპები გქონდეს. და ვიცი, რომ ელენეს ჰქონდა საკმაოდ ბევრი ინტერნშიპები, მე შეგიძლია ცოტა ილაპარაკო მაგის შესახებაც. რაც კიდევ უფრო გეხმარება, იმიტომ რომ თქვათ ახლა ინტერნშიპს რო გააკეთებ, თუნდაც რომელიმე დიდ ცნობილ კომპანიაში, Google იქნება თუ Facebook-ი თუ Microsoft-ი, მე უფრო მარტივი არის, იმიტომ რომ უკვე გამოცდილებაც გაქვს, თან MIT-ში სწავლობდი.
და ძალიან გიმარტივებს მაგ ნაწილს. სხვა რა ვიცი, მაგრამ შენ ხო ელაპარაკე. მოგესალმებით ხმეთ. მეც უფრო დიდი ხანია დავამთავრე 2010 ჩავაბარე და 15 დავამთავრე. MIT და ახლა უკვე 6 წელია მუშაობ სხვადასხვა კომპანიებში. ძირითადად ვეთანხმები რაც ვიედმა თქვა, თვითონ სამსახურში რაც გამოგადგება მაგასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ სხვადასხვა ისე როგორც აქამდე ვთქვით, სხვადასხვა განხრით შეგიძლია წახვიდე MIT-ში, როცა ირჩევ საგნებს და ძალიან შენზე არის დამოკიდებული, მე როგორი სამსახური გექნება, ანუ შეგიძლია სპეციალისტე რაღაც გარკვეულ სფეროში და გააკეთო მე მაგისტრატურაც, თქვა ზედმა როგორც გააკეთა, შეგიძლია უფრო ზოგადი განათლება მიიღო, ყველაფერი გამოსცადოთ ცოტა, სტაჟირებების დროსაც კარგი დრო არის რომ გამოსცადო, სხვადასხვა გუნდებში მუშაობა, მოგწონს თუ არა, თქვა web development-ი ან მობილური აპლიკაციებზე მუშაობა, ან სისტემებზე მუშაობა და ეს უფრო დაგეხმარება, რომ მიხვდე რისი სწავლა გინდა და მე რისი გაკეთება მოგინდება სამსახურში. ძირითადად სამსახურში, როცა აყვავს ხოლმე ბავშვები, ახალდამთავრებული არავის არ ვთხოვთ, რომ სიღრმისეულად რამე იცოდეს. ძირითადი ინტერვიუები უფრო ეხება ხოლმე ზოგად კომპიუტერულ მეცნიერულ განათლებას და აზროვნებას, რამდენად სხარტია ბავშვი, რამდენად უკვირდება დეტალებს, რამდენად არ ახტება რაღაც არ ცდილობს რომ გამოწვრეს ინტერვიუს დროს და რამდენად სიღრმისეულად უდგება პრობლემებს, რაზეც თხოვთ რომ მოგცენ ამოხსნა, ასე ვთქვათ. ანუ უფრო სოდნა რა თქმა უნდა გამოსადეგია და მე კარიერაში გამოდგება, მაგრამ საწყის ეტაპებზე უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ის უნარჩვევები, რასაც ვთქვათ მზიურში ვიღებდით მეხუთე კლასში, მე გამომდგომია ინტერვიუების დროს სამსახურის მოწონისას. ასე რომ ეს ყველაფერი ერთად უფრო გეხმარება. მეტყვი რამე კონკრეტული ერთი. დიდი მადლობა, მარიამ. ეხლა რამდენიმე გთხოვთ ის გამორთეთ მიკროფონი, თორე იმეორებს ჩემ ხმას. ხო, ეგრე. რამდენიმე შეკითხვაა შემოსული მუშაობასთან დაკავშირებით. ეგ სტაჟირებამაც დაინტერესათ და საერთოდაც მე როგორ ხდება სამუშაოზე მოწყობა. ამასთან დაკავშირებით ერთ ინფორმაციასაც მოგაწოდებთ. ერთ-ერთი ჩვენი ყოფილი მზიურელი გიორგი გიორგიძე, რომელიც ამჟამად მუშაობს Facebook-ის ლონდონის ოფისში, ამას წინათ შემოგვეხმიანა და მოკლედ შემოგთავაზა, რომ ჩაატარებს ესეთ პატარა შეკრებას თემაზე, როგორ შეიძლება მოვხვდეთ Facebook-ში. ფაქტურად დაახლოებით ანალოგიურია ყველა ესეთ დიდ კომპანიაში მოხვედრის გზა. გიორგიც უკვე კარგახანია, გიორგი ზვიადზე და მარიამ ზვიადზე უფროსიც არის, ასე რომ ის კარგახანია უკვე მაგ საქმეშია. ისევე როგორც ზვიადი და მარიამი ინტერვიუს მეორე მხარეზე არიან ხოლმე უკვე კარგახანია. ანუ თვითონ კი არ ის პროცესი დაამთავრეს უკვე როცა თვითონ გადიოდნენ ინტერვიუებს. ეხლა პირიქით თვითონ იბარებენ ინტერვიუებს ხვებისაგან, ასე რომ კარგად იციან რა მოთხოვნები არის კომპანიების მხრიდან კანდიდატებზე. ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვისარგებლებთ გიორგი გიორგიძის შემოთავაზებით და გავაკეთებთ მასეთ ჩართვას. სადაც როგორც გითხარით გიორგი მოგვიყვება იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოვხვდეთ ესეთ დიდ რომელიმე ტექნოლოგიურ კომპანიაში, რა გზა უნდა გავიაროთ მაგისთვის და ასე შემდეგ. თუმცა მაგის შესახებ დღესაც რაღაცებს მოვისმენთ. აგერ ელენემ უკვე სანამ მე-4 კურსს მიაღწია, უკვე ყოველ ზაფხულს რომელღაცა კომპანიაში გადიოდა სტაჟირებას და აი მაგის შესახებ რომ მოგვიყვა ელენე, აი როგორ ხდება ეს ჯობ ფეარები როგორ არის და როგორ ხდება ამ კომპანიებთან ურთიერთობა.
კარგი, იმით დავიწყებ мотивაციით კითხვა იყო საერთოდ დიდად დაგჭირვებიათ თუ არა მუშაობა მანდო. ჩემ პირად შემთხვევაში MIT-სგან მაქვს დაფინანსება, თუმცა მუშაობას წინ არაფერი არ დგას. კარგი ის არის, რომ ფულს შევავლობ და მეორეს მხრივ შეიძენ გამოცდილებას, რომელსაც შემდეგ რეზუმეში ახსენებ, მომავალში სამუშაო, ანუ ერთი სამუშაოს ქონა მეორეს მიღებაში რა თქმა უნდა ძალიან გეხმარება და ასევე გეხმარება ის პროცესი, როდესაც სტუდენტობის დროს გადიხარ ბევრი ინტერვიუს და მომავალში, როდესაც ინტერვიუზე გახვალ ისეთი შეშინებული აღარ იქნები, როგორც მაგალითად პირველ კურსზე ვიყავი მე. ინტერვიუების კომპიუტერულ მეცნიერებაში, ვთქვათ, software engineering სამუშაოს სტაჟირებას, როდესაც ვეძებდი, მე ძალიან დამხმარებია ზუსტად განსაკუთრებით დასაწყისში ზუსტად ის მასალა, რასაც ციურში სწავლობდით, ანუ ალგორითმების ცოდნა, რაღაც მარტივი ალგორითმების იმპლემენტაცია. იმ დონეზეც არ მისულა საქმე ინტერვიუებში, რომ ვთქვათ, ოლიმპიადებზე რა რთულ რაღაცებსაც წერდით ხოლმე ინტერვიუების დროს, თლად ეგრეთ რთულ რამებს არ წერდით, უფრო ზოგად კომპიუტერული მეცნიერების ცოდნა გჭირდება ხოლმე, რასაც მე უნივერსიტეტისგანაც შეიძენთ. ამ ინტერვიუების დროს. მე ანუ ამერიკაში როდესაც სწავლობთ და სტუდენტური ვიზით ხართ, სწავლის დროს არ შეგიძლიათ იმუშაოთ კამპუსგარეთ. კამპუსზე ბევრი სამუშაო მაგაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა დასვენებების პერიოდში, ანუ ზაფხულის 3 თვის განმავლობაში და ზამთარში 1 თვის განმავლობაში შეგიძლიათ სტაჟირება გაიაროთ კამპუსგარეთ ისეთ კომპანიაში, რომელშიც ისეთ სამუშაო გექნებათ, რაც თქვენ ფაკულტეტთან არის დაკავშირებული. ჩემ შემთხვევაში კომპიუტერულ მეცნიერებას ვსწავლობდი და software engineer შემეძლო მუშაობა, სტაჟირება გამევლო. ამ სტაჟირებების პოვნა ადვილი არ არის, როგორც ზუსტად მახსენა, MIT-ის სახელი ძალიან გეხმარებათ, თქვა აპლიკაციას რო გააგზავნით რომელიმე კომპანიის საიტზე შეიძლება მიაქციონ ამას ყურადღება, თუმცა დიდ კომპანიებს ბევრი აპლიკაცია შეესწრით ხოლმე და შეიძლება პირდაპირ ეგრეც არ დაგიკავშირდნენ და MIT იმაშიც გეხმარებათ, რომ ადრე როგორც ვახსენე, კომპანიები მოდიან კამპუსზე, პირადად ხვდები მათ, პირადად ხვდები წარმომადგენლებს და დიდი შანსია, რომ იქვე კამპუსზე ჩაგიტარონ ინტერვიუ. მე პირადად პირველ წელს პირველი კურსი რო დავამთავრე, მაგის შემდეგ ვიმუშავე კომპანიაში, რომელსაც შევხვდი career fair-ზე, ანუ კარიერის დღეს მოსულ კომპანიას ვესაუბრე სექტემბერში, შემდეგ 2 თვეში დამინიშნეს პირველი ინტერვიუ, ეს ინტერვიუები რამდენიმე რაუნდად გრძელდება ხოლმე და შემდეგ მომწეს ოფერი, რომელსაც დავთანხმდი შემდეგ შემოდგამაზე. სულ 4 სტაჟირება გავიარე 3 ზაფხულში და 1 მე-4 კურსის ზამთარში, იმიტომ რომ საქართველოში ვერ წავედი და 1 თვე მარტო ოთახში უნდა ვიყავი და მეთქი მაქვს დრო და რატომაც არა. და ამ 4 კომპანიიდან 3-ს MIT-ში შევხვდი კამპუსზევე ეგეთ კარიერის დღეს და ერთ-ერთი იყო ანუ MIT დამთავრებული ბავშვების დაწყებული სტარტაპი და მან ანუ იმ ბავშვებთან ერთად მქონდა ბევრი კლასი აღებული და უბრალოდ მითხრეს, რომ ზამთარში შემოგვიერთდიო და მეც ანუ სტაჟირება ეგრე ვიპოვე მან. და ძალიან დიდი სანაცნობო გეყოლებათ, როდესაც MIT-ში თქვა კომპიუტერული მეცნიერების დიდ საქმეს იღებთ და ეგეც დაგეხმარებათ მომავალში. ძალიან კარგი. ხო, ეხლა ეგეთი შეკითხვა შემოვიდა SAT-ის და TOEFL-ის ქულებიო დაახლოებით რანაირი უნდა იყოს, რომ მოხდეოდა. შეიძლება ძველებს არც გახსოვთ რა ქულა ჰქონდათ და ვისაც გახსოვთ, ახლა ნიკას აუცილებლად უნდა ახსოვდეს რა ქულა მიიღო საბასაც ალბათ. ვისაც გახსოვთ, გითხარით რა ქულები ჰქონდათ SAT-ში და TOEFL-ში მოკლედ. ნიკასგან დავიწყოთ. ზოგადად განი MIT-ში ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ ქულებს SAT-ში და TOEFL-ში. თავარია მაგეთი გამოწვევენ ინგლისურის ცოდნა საკმარისი გაქვს თუ არა უნივერსიტეტისთვის. მე პირადად SAT-ში მქონდა 1480
და TOEFL-ში 103. საბა მეც დავეთანხმები ნიკას. თავარია ბევრს ვიცნობ MIT-ში, ვინც ვისაც ან ბევრნაირი სხვადასხვა ქულა აქვს. სტატისტიკებიც არსებობს, მაგის შეგვიძლიათ გადავვითვალოთ. და თავარია აპლიკაციის სხვა დეტალებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად 1560 მქონდა SAT-ში და 112 მქონდა TOEFL-ში. ძალიან კარგი. ერთ რაღაცას დავამატებ მაგაზე, რომ ზოგადად ანუ MIT-ის ჩაბარებას და აპლიკაციაზე როდესაც ვფიქრობ, მან არის ორი ნაწილი, რასაც ამოწმებენ. პირველი არის ის, რომ შეუძლია თუ არა ამ ბავშვს სწავლა. ანუ უნდათ რომ ვისაც მიიღებენ, იმათმა უნივერსიტეტი დაამთავრონ. და მაგისტრის არსებობს, ასე ვთქვათ, რაღაც მინიმალური ზღვარი, რაც უნდა გადაფარო, ვთქვათ, ინგლისურის მინიმალური ზღვარი თუ არიცი, ალბათ გაგიჭირდება სწავლა, ვერ დაამთავრებ. ის დანარჩენი გამოცდებიც უმეტესობა SAT-ის გამოცდები, რაც არის MIT-ისთვის, უფრო იმისთვის არის, რომ შეგამოწმონ, ანუ შენ, ასე ვთქვათ, ხარ თუ არა უნივერსიტეტის დამთავრებელი. ანუ შეგიძლია თუ არა სწავლა. ეგ არის პირველი ნაწილი, რომელიც ასე ვთქვათ, მინიმუმ უნდა გადაფარო ის, რომ დარწმუნებული იყოს ის, ვინც არის რო უყურებს შენ აპლიკაციას, რომ კი ეს თუ მოვიდა MIT-ში ისწავლის და ალბათ არ ჩამორჩება კლასებს. და მე არის, ასე ვთქვათ, მეორე ნაწილი, რაც არის, რატომ უნდა მიიღონ, ასე ვთქვათ, შენ და არა სხვა 10000 ბავშვი, რომელიც აგრეთვე შეუძლია იმასაც სწავლა, ალბათ რო იყოს MIT-ში კლასებში ალბათ გავა, მაგრამ რატომ უნდა მიიღონ შენ და არა სხვა. და ეგ მეორე ნაწილი არის, რაშიც, ასე ვთქვათ, უნდა გქონდეს შენი გამორჩეული ნაწილი, ხო? ვთქვათ, თუ ჩვენი ასე ვთქვათ, ქართული ვარიანტი ყველაზე მარტივი იყო ეს ოლიმპიადების ნაწილი, ხო, რომ ანუ ოლიმპიადაზე გამოსვლები, ოლიმპიადაზე გამარჯვებები, რომ ეგ იყო, ასე ვთქვათ, ჩვენი გამორჩეული ნაწილი, რასაც ვაჩვენებდით, რომ ეს განგვასხვავებს სხვებისგან, ვთქვათ. მაგრამ სხვა ვარიანტებიც არსებობს, ასე ვთქვათ. და ეგ არის ხშირად ამ აპლიკაციის ნაწილში, რომ MIT-ის მხრიდან, როდესაც უყურებ, რომ არჩევ ბავშვებს, ვინ გინდა, რომ იყვნენ შენი სტუდენტები. გინდა, რომ ყავდეს გამორჩეული ბავშვები, მაგრამ არ გინდა, რომ ყველა ერთნაირად ერთი და იგივე მხრით იყოს გამორჩეული, იმიტომ რომ მაშინ აღარ გექნება ის პირველი ნაწილი, რაზეც საუბრობდი, რომ ყველა შეუძლია თავისი ადგილი იპოვნოს, ასე ვთქვათ, MIT-ში. და ეგ არის, რომ თუ გაქვს რაღაცა გამორჩეული, მაგაზე გააკეთო აქცენტი. და როგორც დიმიტრი მახსენა, რომ გქონდეს, ასე ვთქვათ, შენ აპლიკაციაში ეს ერთი ასე ვთქვათ, ხაზი, რის შესახებაც გიწერია ყველაფერი, ანუ შენი мотиваცია, შენი წარსული, რა გააკეთე, როგორ გააკეთე და ასე შემდეგ. დაფინანსებაც, რა თქმა უნდა, აინტერესებთ და შეკითხვაც არის შემოსული, როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება. აი მაგ need-based დაფინანსებაზე რო გითხრათ 1-2 სიტყვა. რა ვიცი, რომელიმე სულ ერთია. გიორგი კლდიაშვილი თუ ხო, აი დიმიტრი მაგარია. ხო. ხდება ალბათ დანარჩენები, მაგრამ ნუ ერთი იმას ვიტყვი, რომ დაფინანსება სანერვიო საკითხი არ არის. დანარჩენი რა ქვია, ვისაც ახსოვს დეტალები როგორ გაიარეთ. ანუ MIT არის ერთ-ერთი მცირე რაოდენობა კოლეჯებს შორის, რომლებსაც need-based financial aid აქვს, რაც ნიშნავს, რომ აპლიკაციის დროს უბრალოდ დავსებ შენი ოჯახის შემოსავლებს, ასე ვთქვათ, და შენი ფინანსური მდგომარეობის მიხედვით გაძლევენ შესაბამის დაფინანსებას. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, ფაქტობრივად გარანტიას გაძლევენ, რომ აქ შეძლებ სწავლას და დაფინანსება გექნება იმდენი, რაც შენთვის პრობლემა არ იქნება. ხო, ეხლა როცა ჩვენებურ საინფორმაციო საშუალებებში დაწერენ ხოლმე, რომ ვიღაცა მოხდა ესეთ მაღალი რანგის უნივერსიტეტში, მე ხაზგასმით გამოყოფენ ხოლმე, რომ თანაც დაფინანსების რაღაცა დიდი პროცენტით მოკლედ და სინამდვილეში რეალობა ეგეთია, რომ სატრაბახო არ არის დაფინანსების მოპოვება. როცა MIT-ზე ალაპარაკი, სატრაბახო არის, რომ მიგიღო MIT.
ეს არის მთავარი სატრაბახო. თორე ის რომ გაფინანსებს, იმიტომ გაფინანსებს, რომ მაგაში სატრაბახო არაფერი არ არის. რო გჭირდება ეგ დაფინანსება. მაგაშია საქმე. ანუ მთავარი მომენტია რომ მიგიღონ, თუ მიგიღებენ, კიდეც გაფინანსებენ თვითონ. აი ესეთ ცოტა ჩვენთვის რაღაც უჩვეულო ეს არის. ერთ დავამატებ უცებ დაფინანსებაზე, ეს შეიძლება არ ვიცი რამდენად ცხადია, რომ MIT როცა თვლის დაფინანსება რა ღირს MIT-ში სწავლა, ამაში შედის ყველაფერი. საცხოვრებელი, საკვები, წიგნები, ყველაფერი რაც და სწავლის გადასახადიც რა თქმა უნდა, ასე რომ როცა გეუბნებიან, რომ ამდენი გექნება დაფინანსება, თქვათ 60,000 ღირს MIT-ში სწავლა და ჩვენ გადაგიხდით 57,000, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა სხვა არაფერზე არ გჭირდება, შენ ფიქრი იქ როგორ უნდა გაიტანო თავი, ასე ვთქვათ, იმ სწავლის გადასახადის გარდა. ცოტა უფრო ხელმომჭირნე თუ ცხოვრობ, даже ფული დაგჭირდება. ისინი წიგნებს ძალიან ძვირად ათვლიან იქ, წიგნების ფასები რო აქვს ჩამოწერილი, ძალიან ძვირიანი იყო. მაგრამ ეს სხვათა შორის, ან განსაკუთრებით, როდესაც მე ვაბარებდი 2006-ში, ვერ წარმოგვედგინა, რომ ესეთი რაღაცა მართლა იყო. იქ ეწერა ვებსაიტზე, რომ need-based financial aid და იყო ახსნილი, რომ თუ ჩააბარებ, მოგცემთ, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდით ასე ვთქვათ. მაგრამ ახლა უკვე გვაქვს ბევრი მაგალითი, ბევრმა ჩააბარა და ყველას აძლევთ დაფინანსებას, რომ ეს არ არის მოგონილი ისტორია. და ერთს დავამატებ კიდევ უცებ, ორნაირი სხვადასხვა need-based, ასე ვთქვათ, აპლიკაციების ინსტიტუტები არსებობს, need-based არის და ასევე არის need-blind ეძახიან და განსხვავება იმაშია, რომ ზოგი ინსტიტუტი შენ ფინანსურ მდგომარეობასაც აქცევს ყურადღებას, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს, მიგიღონ თუ არა. მაგალითად, თუ არ ვწდები, სტენფორდი ერთ-ერთი ესეთია, რომელიც დაგიფინანსებს მთლიანად რაც გჭირდება, მაგრამ როცა იღებს გადაწყვეტილებას, მიგიღოს თუ არა, შენ ფინანსურ მდგომარეობასაც აქცევს ყურადღებას. MIT იმითი გამოირჩევა, რომ need-based-დაც არის და need-blind-დაც არის, ანუ როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ, შენ ფინანსურ მდგომარეობაზე არაფერი არ იციან. და ანუ თქვათ 1000 სტუდენტს რო იღებენ წელს, 1000-ივეს რო დასჭირდეს 100%-იანი დახმარება, ყველას მისცემენ მთლიანად. ასე რომ სხვა ინსტიტუტებსაც თუ ჩახედავთ ამერიკაში ჩავარების დროს, MIT არ არის ერთადერთი, ბევრი სხვა ინსტიტუტებიც არის, რომლებსაც აქვთ კარგი დაფინანსების პროგრამები, რომელიც მთლიანად დაგიფარავთ ყველანაირ ხარჯებს. ერთსაც დავამატებ, ეს არის ბაკალავრიატზე ჩავარებაზე. თუ ახლა უმეტესობა აქ ალბათ ვინც არიან ჩართულები უფრო სკოლის მასწავლებლები ხართ ბაკალავრიატს უყურებთ, მაგრამ თქვათ არ გამოვიდა MIT-ის სხვაგან ჩააბარეთ უნივერსიტეტში. როდესაც მაგისტრატურაზე და PhD-ზე ან დოქტორანტურაზე როდეს წავარებ, დაფინანსება ცოტა უფრო სხვანაირად მუშაობს, მაგრამ მარტივი, ანუ თუ მიგიღეს დაფინანსება უმეტესწილად მოყვება და ეს უფრო ასე არის სხვა უნივერსიტეტებში. თითქმის ყველა ამერიკულ უნივერსიტეტში, მაღალი რანგის უნივერსიტეტში, როდესაც მაგისტრატურაზე ან PhD-ზე აბარებ, თვითონ დოქტორანტურის პროგრამა და მაგისტრატურის პროგრამა ხშირად გიხდის სწავლის საფასურს და რაღაც, ასე ვთქვათ, სტიპენდია ის უფრო ხელფასივით არის, ვიდრე დაფინანსებით, რასაც გაძლევს. ანუ ვთქვათ, თუ უკვე უნივერსიტეტში, ან უნივერსიტეტში სწავლობ, ან უნივერსიტეტში დაამთავრე, შემდეგ თუ PhD-ზე აგზავნე საბუთებს, მაგ შემთხვევაშიც არის დაფინანსების მოპოვების საშუალება. მაგრამ PhD-ზე ჩაბარება სხვა უნივერსიტეტიდან ალბათ კიდევ უფრო რთული არის, ვიდრე ბაკალავრიატზე ჩაბარება. თუ რაიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი ან მნიშვნელოვანი რისერჩი არ გაქვს, საკმაოდ რთული არის. კიდევ ეგეთი შეკითხვა გვაქვს. თქვათ რაღაც თემაში ცოტა ჩამოვრჩი. ამ შემთხვევაში რას შემომთავაზებს MIT? ანუ მაგალითად დამატებით გაკვეთილებს თუ ჩამიტარებენ, ან როგორ ხდება, ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი ამბავია, ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა ეგ ძალიან არასასურველი რაღაცაა. ჩამორჩენ. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტობისას არის ის, რომ დრო გაანაწილო ისე, რომ არ ჩამორჩეს სიტუაციას, მაგრამ თუ მაინც ჩამორჩი, რა ხდება? დაღუპული ვართ თუ არის რამე გზა, რომ
აბა მაგის შესახებ ვინ გვეტყვის? მე მგონია გამოცდილებიც არიან მაგ საქმეში. მე შემიძლია მაგასთან დაკავშირებით. ინას ემოცი მაგალითად, როგორც კი ჩამორჩები იწყება რამდენიმე დეპარტამენტი მუშაობს მოკლედ იმაზე, რომ they make sure რომ შენ არაფერი არ გამოგრჩეს რა მოკლედ. დაახლოებით დავუშვათ ერთი დავალება, ორი დავალება ცოტა რომ ჩამორჩე, მოგწერს ან ლექტორი, ან TA-ები ყავს, ერთ ლექციას ყავს რამდენიმე ადამიანი, რომელიც სტუდენტებს უგლის, ასე ვთქვათ, და ამ დეტალებს იმაშვება აგვარებს. ნუ პირველ რიგში შეგეკითხებიან რამე პრობლემა ხო არ არის, დახმარება ხო არ გინდა ასე შემდეგ. ამავდროულად ჩაერთვება Student Support Services არის, SQ-ს ეძახიან, ცალკე დეპარტამენტი არის, რომელიც ზრუნავს სტუდენტებს და ლექტორებს შორის კომუნიკაციაზე და დაუშვათ რაღაც ახალ სპეციფიური მეთოდების ჩამოყალიბებაზე იმისთვის, რომ დაეწიოს სტუდენტი თუ ჩამორჩა. ამავდროულად თავაზობენ რამდენიმე სხვადასხვა მეთოდს, მაგალითად ერთ-ერთზე შეუძლიათ ხშირად ჩაგიტარონ იმ ნაწილში წამოქციონ წინ, სადაც პრობლემა გაქვს, შეიძლება ან თუ დავალებებში ქონდა პრობლემა იმაზე იმუშაოთ. ერთი სიტყვით, როგორც კი რაღაც რამე ინდიკატორი შეიმჩნევა, რომ შენ შეიძლება ცოტა ჩამორჩი, მთელი უნივერსიტეტი ერთვება რომ მაქსიმალურად წამოწეს. იმიტომ რომ გიორგიმ რაც ახსენა, რაც უფრო მეტად ჩამორჩები, უფრო და უფრო რთულდება მე დაწევა. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი არის, რომელიც ჩართული არის ზუსტად იმ საკითხში, რომ შენ კურსი დახურო წარმატებულად. ძალიან კარგი. კიდევ ერთი დაგვიანებული მსმენელი გთხოვს, რომ იქნებ მოკლედ მაგაზე კი ვისაუბრეთ ჩვენ სულ დასაწყისში. იქნებ კიდევ ერთხელ მოკლედ გავიმეოროთ, შეიძლება სხვებსაც აინტერესებთ ეგ, აი რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ მოხვდეს უნივერსიტეტში. თქვათ იგივე საბამ გითხრას მაინც ყველაზე ნიკას მერე ყველაზე ცხელი შენახა რა მაგ ამბავში. კი ბატონო. ნუ არის ჩასაბარებლად მთავარია რომ შევავსოთ ორი აპლიკაცია არის, რომელიც გაგზავნათ როგორც ნიკამ ახსენა უკვე შეგიძლიათ ზამთარში და ცოტა მანამდე კიდე ნოემბერში და შემდეგ იანვარში, ოქტომბერში ნუ ზუსტად აღარ მახსოვს თარიღები, შეგიძლიათ საიტზე ნახოთ. და ამ აპლიკაციას ავსებ, უნდა დაწეროთ რამდენიმე ესე, კითხვები არის ჩამოწერილი, რომლებზეც თქვენ წერთ პასუხებს, რაღაც თქვენი ცხოვრების ისტორიებს ან კითხვებსაც გააჩნია, სულ რაღაც 5 კითხვა და მოკლე პასუხები უნდა დაუწეროთ. გარდა ამისა უნდა ჩაწეროთ თქვენი მიღწევები სკოლაში, დავუშვათ რა აქტივობებში ყავით ჩართული, კლასგარეში აქტივობებში, განსაკუთრებით აგზავნით თქვენ სკოლის ნიშნებს და რეკომენდაციებს, რომლებსაც გიწერენ თქვენი მასწავლებლები. ეს რეკომენდაციები ძირითადად არის ხოლმე MIT-ში თუ არ ვცდები 2 იყო და სხვა უნივერსიტეტებში 3, MIT-ში 3, ერთს გიწერთ მათემატიკის მასწავლებელი, ერთს გიწერთ განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნის მასწავლებელი, ჩვენ ძირითადად ქართულს ან ინგლისურს ვაწერინებთ ხოლმე და ერთს გიწერთ სკოლის კანცელორი, ვინც არის, ანუ სკოლის წარმომადგენელი, რომელიც უნივერსიტეტებთან კომუნიკაციაშია ხოლმე ძირითადად ჩართული. მაგრამ ეს ყველა სკოლას აყავს, ამიტომ შეიძლება სხვა სკოლის წარმომადგენელმაც დაგეწეროთ, როგორც ვიცი. ხო, ეს თვითონ გარედან როგორ არის ეს პროცესი, მაგრამ თვითონ მიღწევები რა ტიპის უნდა იყოს, ეს განსხვავდება ყველა სწავლის ხადია. მე პირადად ჩემი ძირითადი პლუსი ის იყო, რომ სკოლის ბოლო კლასების განმავლობაში ჩართული ვიყავი მათემატიკის ოლიმპიადებზე, საქართველოსა და ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებზე ხშირად ვიყავდი მონაწილეობს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დამეხმარა იმაში, რომ MIT-ში მიმიღეს. და გარდა ამისა კიდე გასათვალისწინებელია ის, რომ
ეს აპლიკაციის პერიოდი არის ზამთარში და ზამთარში თუ მიგიღებენ სწავლას იტყებთ შემოდგომაზე. ანუ თუ მე-12 თუ გინდათ რომ სკოლის დამთავრების მერე პირდაპირ გააგრძელოთ სწავლა უნივერსიტეტში, მაშინ მე-12 კლასის პირველი სემესტრის ბოლოს უკვე უნდა გაგზავნოთ ეს აპლიკაციები. ამიტომ ბევრი ვერასწრებს ხოლმე, მეც ამათ სიტუაციაში ვიყავი და მომწია 2 წელს განმარტოვება, რომელიც განმავლობაშიც და ჩემი აპლიკაცია გავამდიდრე შედარებით, სხვადასხვა აქტივობები, რაშიც ვიღებთ მონაწილეობას ისინი ჩავწერე და ჩემი ინგლისურის დონეც ასე გამომჯობესე. ამიტომ იმის თქმა მინდა ამითი, რომ არ არის ტრაგედია თუ სწავლის დამთავრებისთანავე ან სკოლის მე-12 კლასშივე არ მიგიღეს, შეგიძლიათ ყოველთვის რომ კიდევ ერთხელ ცადოს თუ გექნებათ სურვილი. ხო. სულ ეს არის თქოს მითოდა. ძალიან კარგი. კიდე აბა რამის თქმა ხო არ გინდათ, კიდე თუ ფიქრობთ რომ რამე არის. ხო, რა არის განსხვავებული უნარჩვევები, რასაც ამერიკული უნივერსიტეტები აძლევენ ახალგაზრდას, რასაც თქვათ ჩვენებური უნივერსიტეტები ვერ აძლევენ. ამის შესახებ თუ შეგიძლიათ რამე თქვათ. დამოუკიდებელი ცხოვრება ალბათ. საქართველოში პირველი უნივერსიტეტი ახლა გავიგე ქუთაისის უნივერსიტეტი, სადაც კამპუსზე ცხოვრობენ ბავშვები მშობლებისგან შორს. ამერიკაში თუ წახვალთ, მშობლებს ერთი წელი ვერ ნახავთ ხოლმე. შეიძლება ზაფხულში ესტუმრებთ მშობლებს 2 კვირით, თუმცა მარტო მაგიწევთ ყველაფრის გაკეთება, ბევრი გადაწყვეტილების მიღება, იმის არჩევა, ვისთან იმეგობროთ, რა ისწავლოთ, სწავლის შემდეგ რა გააკეთოთ. ეგ ძალიან დიდი უნარჩვევებია, რასაც მშობლებთან ცხოვრებისას ვერ მიიღებთ. ერთი ესეთი შეკითხვა, ეხლა კარგად ვერ მივხვდი რას ნიშნავს, მაგრამ მაინც უნდა წავი, რატომ განსაკუთრებით MIT? ერთს დავამატებ მე ცოტა უნარჩვევებს, რაც მეც გავანგადგებათ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც. რაც ან როდესაც მე ჩავედი ასე ვთქვათ MIT-ში, საკმაოდ გამიკვირდა and the განსხვავებაც არის ამერიკელ სტუდენტებს და ასე ვთქვათ საერთაშორისო სტუდენტებს შორის, რაც საკმაოდ იგრძნობა MIT-ში. ეს ზოგადად დროის დაგეგმის ასე ვთქვათ უნარჩვევები, რომ ვთქვათ იცი როდის რას გააკეთებ, რას რის შემდეგ გააკეთებ, ასე ვთქვათ დღეს რა გაქვს გასაკეთებელი, ხვალ რა გაქვს გასაკეთებელი და ასე შემდეგ. ან ვთქვათ რაღაც დიდი საქმე გაქვს გასაკეთებელი, იმის დანაწევრება ისე რომ ბოლო წუთას არ მოგიწიოს გაკეთება და ასე შემდეგ. ეს უნარჩვევები ანუ როდესაც ჩადიხარ უნივერსიტეტში იქ უფრო გიუმჯობესდება, მაგრამ მე ესე შევატყე ზოგადად რომ ამერიკელ ბავშვებს ხშირად ეს უნარჩვევები უკვე სკოლიდანაც ჰქონდათ გამომუშავებული. მე პირადად ეგიც რაღაც საერთოდ არ მქონდა არასდროს ასე ვთქვათ არც გათვისებული არც სხვა ინსტრუმენტებს არ ხმარობდი ხშირად მაგაზე ვლაპარაკობ ხოლმე რომ კალენდარი ზოგადად ასე ვთქვათ ინსტრუმენტი ცხოვრებაში არ მქონდა გამოყენებული რა შეიძლება გამომეყენო ახლა კალენდარი რომ ჩამეწერა რაღაც თარიღზე რომ რაღაცა უნდა მოხდარიყო ეგეთი რაღაცა საერთოდ არასდროს არ მქონდა ასე ვთქვათ ნახმარი ეს ძალიან ასე ვთქვათ პატარა ჩვევები არის მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც. და ხშირად ისე არის ხოლმე რომ თუ ასე ვთქვათ, ამას არავინ არ გასწავლის, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ისე არის რომ თითქოს შენით უკვე უნდა იცოდე. და ერთის მხრივ მაგას ვთქვი რომ კარგია რამოდენიმე ამერიკელი მეგობარი თუ გეყოლება, იმათმა საიდანღაც იციან. საიდან იციან არ ვიცი, მაგრამ იმათმა იციან. და ეს საკმაოდ დიდი განსხვავება არის ხოლმე, როდესაც თქვა შენ სტუდენტურ ცხოვრებაშიც ხშირად ისე მაინც მოხდება, რომ ბოლო წუთას მოგიწევს ყველაფრის გაკეთება. მაგრამ აი რამოდენიმე ჯერზე რომ მოგიწევს ისე რომ აი ერთი საღამო არის მარტო დარჩენილი და ხვალე გაქვს ყველაფერი ჩასაბარებელი და გასაკეთებელი, ნელ-ნელა უფრო ხვდები და უფრო გძალდება რომ ისწავლო როგორ გადაანაწილო ეს, როგორ დაყო ცოტა უფრო ასე ვთქვათ მარტივ დავალებებად ერთი დიდი დავალება და ასე შემდეგ. და ეგეც ასე ვთქვათ უფრო ამ დამოუკიდებლობის ნაწილია, რომ შენ რო დაბრუნდები შენს ოთახში, არავინ არ არის რომ გითხრას რომ დავალება გააკეთეო. თუ არ გააკეთებ დავალებას,
არავინ არ გეტყვის სანამ იმ დავალების დროც არ გავა და რამდენიმე კვირის მერე ეს რა ქვია ლექტორიან TA არ მოგწერს რომ დავალები რამე ხო არ ხდება რამე ხო არ გჭირს და ეს საკმაოდ ისეთი უნარჩვევებია რომელიც ხშირად არ ფიქრობ ამის შესახებ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც უნარჩვევების საკითხში მე დავამატებდი კიდევ ერთი უნარჩვევებში ზოგადად რამდენად უფლება არ ვიცი მაგრამ networking-ს დავამატებდი რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის რასაც MIT გაძლევს ზოგადად ეს ამერიკული ტოპ უნივერსიტეტები გაძლევენ ქართულად networking-ი როგორ შეიძლება იმ ადამიანებს იცნობ ვინც არიან წამყვანი პირები შენს სფეროში და მათთან ურთიერთობას რომ უნივერსიტეტის დროს ამყარებ და თან გაქვს შეხება იგივე ელენემ თქვა რომ ეხლა ამ ზამთარში სტაჟირებასაც გაიარა მის კურსელების დაფუძნებული კომპანია იყო რა ფაქტიურად და ეს ძალიან გეხმარება შემდეგ უკვე მომავალში კარიერულ წინსვლაში და ყველაფერში იმ ადამიანების გაცნობა ვინც ტოპ რანგში არიან შენ სფეროში და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებდი, რასაც MIT ასე ვთქვათ, უნარჩვევას გიყალიბებს არის რომ ესეთი წესი აქვს, რომ მაგალითად დავალება რაღაც საგანი დავალებაზე თითქმის ყველა საგანს აქვს ეს წესი, რომ შეგიძლია კოლაბორაციო მოახდინო შენს თანაკურსელებთან. ანუ რამდენიმე ადამიანი შეგიძლია ერთგივე დავალებაზე მუშაობდე და ანუ არანაირი პრობლემა, ასე ვთქვათ, ერთად შეგიძლია ამ დავალებები ამოხსნა, ყველაფერი გააკეთო და ანუ MIT-ს არანაირი პრობლემა არ აქვს, პირიქით ძალიან ასე ვთქვათ, ხელს უწყობს, რომ სტუდენტებს შორის ეს ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ჩემს აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით, რომ ანუ ეს უნარჩვევები, რომ რაღაც პრობლემის ამოხსნაზე, რაღაც პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობ შენ თანატოლებთან ერთად, სავარაუდოდ ძალიან გამოგადგება მე როგორ კარიერულ ცხოვრებაში და კარიერული პერიოდში, რომ ანუ შენ თანატოლებთან, შენ თანამშრომელთან ერთად რაღაცაზე მუშაობ და ეს უნარი უკვე გაქვს, თუ როგორ უნდა იკომუნიკაციო მათთან და როგორ უნდა მოახდინო ვთქვათ იდეების გასვლა-გამოცვლა და ასე შემდეგ. ის თემატება მინდა დავუბრუნდე. ძალიან კარგი გიორგის დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან კარგი თემა წამოსწია networking-ის. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა სწორედ მაგ კუთხიდან დავინახო დღევანდელი შეხვედრა. სწორედაც რომ მე მინდა მივმართო ბავშვებს, რომ ეხლა ის ხალხი ვისაც დღეს თქვენ უყურებთ და სტუმრად გყავს მოწვეული დაახლოებით ის გზა აქვთ გავლილი, რომელიც თქვენ წინ გაქვთ და გასავლელი გაქვთ. ეს ხალხი ყოველთვის დაგეხმარებიან ამ გრძელ გზაზე და რთულ გზაზე. კომაროვის სკოლას ეხლა ყავს აი კენსელორი ახსენეს აქ, ეს ძალიან კარგი რაღაცაა, რომ კომაროვის სკოლამ უკვე ესეთი რაღაცა დაიწყო, იმიტომაც არის ძალიან მოიმატა კომაროვიდან უცხოურ უნივერსიტეტებში წამსვლელთა რიცხვმა. იმიტომ რომ ძალიან სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია სკოლას აბიტურიენტისთვის უნივერსიტეტებში მოსაწყობად. აქამდე საქართველოში ამის გამოცდილება არ არსებობდა. ეხლა ძალიან კარგია, რომ კომაროვი ამას აკეთებს და არა მარტო კომაროვი, კიდე თითოეულა სამწუხაროდ მხოლოდ თითოეულა სკოლა აკეთებს ამას. ძირითადად კერძო ძვირიანი სკოლები აკეთებენ. ასე ვთქვათ, მზიურს ეს შეუძლია გაგიკეთოს თქვენ, რომ ეს ხალხი დაგაკავშიროთ, მათთან გაგასაუბროთ, ჩვენ სხვებთანაც გვექნება, გქონდა კიდე სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა და კიდევ გვექნება სხვებთან, ასევე უნივერსიტეტ დამთავრებულებთან, როგორც გითხარით, გიორგი გიორგიძესთან გვექნება შეხვედრა, რომელიც მოგვიყვება აი დიდ კომპანიებში მუშაობაში, სამუშაოდ მოსახვედრად და ასე შემდეგ. ეს
თქვენ ეს საშუალება გაქვთ, ეს საშუალება შეგიქმნეს თქვენმა მშობლებმა იქიდან გამომდინარე რომ მოხვედით მზიურში და როგორც ეს ხალხი გეუბნებათ და გარწმუნებთ, მთავარია თქვენი მონდომება, როგორ იშრომებთ, როგორ იმუშავებთ, როგორ მოინდომებთ. თუ იქნებით მოტივირებულები, ყველა თქვენგანს აქვს უნარი რომ ძალიან სერიოზული გზა გაიაროს, ძალიან სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს. უნებრივია MIT-ში ალბათ ყველა ვერ მოხდება, მაგრამ ეგ მაინც არ არის, ასე ვთქვათ, ქვეყნის დასასრული, იმიტომ რომ არის სხვა კარგი უნივერსიტეტები, მათ შორის მადლობა ღმერთს, რომ უკვე ნელ-ნელა საქართველოშიც საკმაოდ კარგი უნივერსიტეტები ხდება და ქართული უნივერსიტეტებიდანაც დღეს გზა გახსნილია. ძალიან ბევრი ჩვენი ყოფილი მზიურელი დღეს მუშაობს უკვე სხვადასხვა ტექნოლოგიურ გიგანტებშიც და პატარა ტექნოლოგიურ კომპანიებშიც. ასე რომ ეს გზა არსებობს, უკვე არის გათელილი, თქვენ გაქვთ საშუალება რომ ისარგებლოთ თქვენი უფროსი მეგობრების გამოცდილებით. ასე რომ აი ერთ-ერთი აზრი სწორედ ამ შეხვედრისაც სწორედ ეგ არის. დაინახოთ, მოტივაცია იმაღლოთ, ნახოთ რომ ეს ყველაფერი მისაღწევია, მიღწევადია, თუ თქვენ გექნებათ შესაბამისი მოტივაცია, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ეხლა თითქოს რაღაც დამამთავრებელი სიტყვასავით გამომივიდა, მაგრამ მაინც თუ რამე შეკითხვები გაქვთ, დასვით ან სტუმრებს თუ რამის თქმა გინდათ, გითხარით. ირაკლი შემოგვიესწრა. მე სამწუხაროდ გვიან ჩავერთე გზაში ვიყავი და ბოლო ნახევარს ვუსმენდი ამ სადღაც 40 წუთი და მე ჩანაწერსაც მოვისმენ, სავარაუდოდ თავიდან იყო საინტერესო რაღაცები ნათქვამი. მოგესალმებით ბიჭებო, გოგოებო. პირველ რიგში მადლობას გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან კარგი წამოწყებაა, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ წარმატებული სტუდენტები გააცნოთ მომავალ თაობას და აბიტურიენტებს, იმიტომ რომ ხშირი არ არის ასეთი გამოცდილება და რაც უფრო მეტს გაიგებენ, თქვათ, ჩვენი ბავშვები, რომ მეტი შინაგანი მოტივაცია ექნებათ, რომ თქვათ ეს მათთვის რეალურია და უფრო მოინდომებენ, რომ თქვათ იგივე შეეჭიდონ ამ დიდ ვარსკვლავებს, როგორც არის MIT. მე მქონდა ერთი კითხვა გამოგზავნილი იქ აპლიკაციაში, უბრალოდ თუ უკვე უპასუხეთ მაგ თემას, შეიძლება მე ჩანაწერში მოვისმინო. მე როგორც ვთქვათ, განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანს ძალიან მაფიქრებს და მადარდებს შინაგანი მოტივაცია ბავშვების. და აი მაგაზე მქონდა კითხვა, რომ ვთქვათ, აი უშუალოდ MIT-ში შიგნით რა შინაგანი სამყარო აქვს ბავშვებს, აი რაზე ფიქრობენ, რაზე დარდობენ. მე ჩემი სტუდენტობაც რომ ახსოვს, მე 99 წელს დავამთავრე სკოლა, არ მქონდა აი რაღაც რომ ვფიქრა, თქვათ, იგივე მომავალზე, მე ვთქვათ, ISM-ში რო ჩავაბარე, იქ უფრო გაჩნდა რაღაც მაგის თემები. აბა, გეგმავდით რაღაც საინტერესო, მათემატიკურსაც ვსწავლობდი და იქ რეფერენსს თამაშობდით ძირითადად განსაკუთრებულის არაფერს და აი ძალიან მაინტერესებს, თქვათ, თავისუფალ დროს, აი ესე ვთქვათ, ბავშვების არა, უკვე სტუდენტების შინაგანი სამყარო. სავარაუდოდ მოლოდინი მაქვს, რომ უფრო გაზრდილები და დაბრძენებულები იქნებიან, მაგრამ მაინც შეიძლება მანდაც ისეთი ბავშვები არიან, როგორც მე ვიყავი, თქვათ, მათემატიკაში. ეს არის და ეს და ძალიან დიდ მადლობას გეტყვით კიდევ თუ ნაპასუხები გაქვთ ამ კითხვაზე, მე ჩანაწერს მოვისმენ, არ არის პრობლემა. და მადლობა კიდევ ერთხელ. მაგაზე ორი სიტყვით კი აჰა, ეხლა გვერდსკერა ო, ეგრე ჯობია ირაკლი. მაგაზე ორი სიტყვით თქვით, მე გავიხსენე ჩემი ახალგაზრდობა, როცა ჩვენი მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდით მე და როცა ჩემი ერთი კურსელი MGU-ში წავიდა და იქიდან რო ჩამოვიდა, მოგვიყვა იქაური სიტუაცია, რომ მოკლედ აქო რო ჩვენო ყველაფერზე ვლაპარაკობთ მათემატიკის გარდა,
იქო მარტო მათემატიკაზე ლაპარაკობენ და სხვაზე არაფერზეო. აი დაახლოებით. მაგრამ აქ როგორც ზუიადმა გითხრა და სხვებმაც გითხრეს, MIT არის ძალიან მრავალფეროვანი. ძალიან თვითონ უნივერსიტეტის სტრატეგია არა მარტო MIT-ს, არამედ დანარჩენებისაც ეს არის, რომ უნდათ, იმიტომ ესე, აი თითოეულა ბავშვი თითქმის ყველა ქვეყნიდან ახავთ. უნდათ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს ცხოვრება მრავალფეროვანი. და არის ჯგუფები, აი ზუიადმა ეგრე გითხრა, თუ ხარ დაინტერესებული, იპოვნი ჯგუფს, სადაც მარტო მათემატიკაზე ილაპარაკებენ მაგალითად. იმასაც იპოვნი, სადაც მარტო ფეხბურთზე ილაპარაკებენ. მოკლედ, მრავალნაირი გაცილებით უფრო მე მომეჩვენა, რომ მრავალფეროვანია, ვიდრე ეს იყო თქვა ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ახალგაზრდობაში. ჩვენთან მაინც არ იყო ესეთი მრავალფეროვნება, თითქოს რაღაცა ერთი იმით ვიყავით მომართული ყველანი. ერთს დავამატებულსა, ერთს ვიტყოდი, რაც განასხვავებს MIT-ს სხვა ინსტიტუტებისგანაც ამერიკაში თუნდაც ბავშვების მიზანდასახულობა, ასე ვთქვათ, უმეტესი ბავშვები, ვინც ჩამოდიან MIT-ში არიან თავის სკოლაში, მინიმუმ თუ არა თავის ქალაქში და თავის ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოები თავის ასაკში. და ამიტომ მიშვეულები არიან იმასაც, რომ უნდა იყვნენ ყველაზე მაგრები და უცებ ამ დროს ჩამოდიან MIT-ში და არ არიან ყველაზე მაგრები. და ამბიციაც უფრო აქვთ ყველას, რომ იყვნენ ყველაზე მაგრები. და გარდა იმისა, რომ ლექტორები არიან სოფლიო დონის წამყვანი თავის სფეროში, ვიტყოდი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ თვითონ სტუდენტები არიან ძალიან მიზანდასახულები და აი ცოტა იმისავით არის ხოლმე MIT-ში რო ვიყავით, ცოტა იმითი მიდიოდა უფრო მატრაკვეცობა, ასე ვთქვათ, რამდენად ბევრ კლასს აიღებდი და რამდენად ცოტა გეძინა და არ გეცალა სხვა არაფრისთვის. ანუ ძალიან იმაზე არიან უფრო სტუდენტები გადართულები, რომ რაც ამითი ტრავახობენ, რომ აი მე 6 კლასს ვიღებ ამ სემესტრში და ღამეში 3 საათი მძინავს და ამიტომ მაგარი ვარ. და რაც შეეხება ინტერესებს, როგორც ვიადმა თქვა, რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესები აქვს, ზოგს სტარტაპები აინტერესებს, ზოგს ბიოლოგია, ზოგს მათემატიკა, ზოგს სპორტი, მაგრამ რაც აინტერესებთ, უფრო ჩართულები არიან ხოლმე იმაში მთელი ძალღონით და მთელი ემოციით, ვიდრე თქვათ სხვაგან მინახავს. მე რომ ასე. არა, ეგ სხვათა შორის რა. ბოდიში რეკლა შეგიძლია რომ მადლობა. რაც ახსენა ამაზე რომ აი ბავშვები როდესაც მიჩვეული ხარ რომ ასე ვთქვათ ყველაზე მაგარი ხარ შენს რეგიონში ბევრს უჭირს ამაზე შეგუება და ერთ-ერთი უნივერსიტეტის მთავარი ნაწილი ისიც არის როგორ გადალახავ ამას. ანუ ჩვენთვის მე ვიტყოდი რომ ვინც ასე ვთქვათ ოლიმპიადაზე გამოდია და იმისთვის რაღაც ხრი ცოტა უფრო მარტივიც იყო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ საერთაშორისო დონეზე უკვე ხარ ნამყოფი და ყავს სხვებიც ნანახი, ვინც არიან ასე ვთქვათ შენზე მაგრები, შეიძლება ოლიმპიადაში იყოს მაგარი, შეიძლება სხვა რაღაცაში იყოს მაგარი და ხშირად საქართველოშიც ისეთ ბავშვებთან გიწევს ურთიერთობა, რომ სხვებიც საკმაოდ ნიჭიერი ბავშვები არიან. რომ განსაკუთრებით უჭირთ ხოლმე თვითონ ამერიკელ ბავშვებს, იმიტომ რომ ზოგიერთი ასე ვთქვათ, თუ პატარა შტატიდან ხარ, ან პატარა ქალაქიდან ხარ, არ გაქვს ასე ვთქვათ ნანახი საერთაშორისო დონე. ანუ ვერ წარმოგიდგენია, რომ ამდენი ბავშვი შეიძლება იყოს ასეთ დონეზე და ბევრს უჭირს ამაზე შეგუება თავიდან. და ეგ სხვათა შორის უფრო რთულსაც ხდის სწავლას და რაღაც უფრო სტრესულსაც. იმიტომ რომ მიშვეული ხარ, რომ სულ პირველი უნდა იყო და აღარ გამოდის. მაგასთან დაკავშირებით ამ мотивაციაზე ერთ ისტორიას მოვყვები. პირველ ერთ-ერთ კვირაში ალბათ აქ რომ ჩამოვედი, ადამიანებს რომ გავიცანინო, ერთ-ერთი იყო ბიოლოგია დაინტერესებული სტუდენტი გავიცანი და საუბარში ეკითხები
ბიოლოგია რატომ მეთქი და რატომ გაინტერესებს ეს სფერო. და ნუ დიდი ისტორია მომიყვა. თუ როგორი მიზანი აქვს, რომ ალცჰეიმერის დაავადება შეჩაატარს და გავაკორდოს და ასე შემდეგ და ნუ იმდენად ეს ინტერესი და мотиваცია იმდენად მაღალი ქონდა რომ წამოვიდა რომ ანუ სერიოზულად დამაფიქრდა რომ მეთქი მე რას ვაკეთებ და ანუ აქ რა მინდა და რაც ანუ სერიოზულად ესეთი კითხვები გამიჩნდა და მოკლედ აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელსაც კონკრეტულად იციან რა უნდათ და აი მართლა საოცრად დიდი мотиваცია აქვს რომ აი რაღაც ძალიან დიდი შეცვალონ მართლა ზოგადად კაცობრიობისთვის და მხოლოდ თქვა რაღაც პატარა ეტაპზე მაგრამ ზოგადად კაცობრიობისთვის დიდი პრობლემები გადაჭრა თუმცა ნუ ძალიან ბევრიც არის რომელსაც უბრალოდ რაღაც აი მაგალითად მე მაგალითად ჩავდებოდ უბრალოდ მინდა ვიმუშაო რაღაც კომპანიაში და რაღაც ასე შემდეგ software engineer და ნუ ესეთი ძალიან ბევრი არის და ზოგადად MIT არის ასე ვთქვათ ნაკრები ამ ადამიანებით რომლებსაც აქვთ ყველას განსხვავებული ბექგრაუნდი, ყველას განსხვავებული ინტერესი, ყველას განსხვავებული мотиваცია და აი ეგ არის ასე ვთქვათ ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო რომ ამ ადამიანებს რომ ვიცი რომ მათ ისტორიებს რო გაიგებ და ნუ მაგალითად საქართველოსგან განსხვავებას კიდევ იმას გავავლებ ვთქვათ საქართველოს უნივერსიტეტებიდან განსხვავებას რომ აქ რომ აბარებ ყველა ამ განსხვავებული ბექგრაუნდიდან რომ მოდიან და განსხვავებული ადგილებიდან რომ მოდიან ყველა აქ არის უცხო ანუ შენ მარტო არ ახარ უნივერსიტეტში ანუ თავიდან მეკონა რომ თითქოს რაღაც რადგან არა ამერიკელი ვიყავი განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა მაგრამ საერთოდ ეგეთი რამე არ მიგრძნია 2 წელს განმავლობაში და ანუ ყველა ეგ შეგრძნება აქვს რომ ყველა განსხვავებული არის ყველა ცდილობს თავისი ადგილი იპოვოს ის ადამიანების წრე იპოვოს რომელთანაც საინტერესო ინტერესები აქვს ის იპოვო ის კლასები და ის მიზნები იპოვოს რის გაკეთებაც უნდა და ნუ ამათთან ერთად გადიხარ და ნუ მაგას რო გაიაზრებ მე უფრო ყველაფერი ძალიან მარტივდება და უფრო მარტივდება ამ ძალიან განსხვავებულ კამპუსზე შენი ადგილი იპოვო ასე ვთქვათ ამიტომ მადლობა ჩემი ცნობის მოყარება დავიკმაყოფილე კარგით თუ ამერად ერთი კითხვა შემოვიდა მე მგონი ჩატში და ერთი წამით რამდენად სტრესული აღმოჩნდა თქვენთვის გარემო და როგორ გაუნკლავდით მას მაგაზე რაღაც მეტნაკლებად ითქვა მაგრამ კიდევ იქნებ დაამატოთ არ ვიცი ნუ თუ ისაუბრა ამაზე თუმცა მე მეტი ბავშვებს ზოგადად მაქსიმალურად ეხმარება რომ ეს რაც რამე სტრესი აქვს დაძლიონ და მაქსიმალურად სახალის უკახადონ სწავლა ამისათვის ბევრი რაღაც არსებობს ერთ-ერთი არის მნიშვნელოვანი რაც პირველ კურსელებს ზოგადად რაც არ უნდა კლასები აიღონ ქულები არ ეწერებათ ანუ ეს ნიშნავს რომ თუ PNR-ს ეძახიან ანუ თუ A-ს B-ს ან C-ს აიღებ უბრალოდ ჩათვლა გეწერება და თუ მასზე ამ D-ს ანუ დაბალ ქულას აიღებ უბრალოდ არ იწერება ეს საგანი ამ საგნის ქულები შენს ნიშნების ფურცელში ეს იმისთვის არის განკუთვნილი რომ ბავშვებმა მაქსიმალურად პირველი წელი პირველ სემესტრში მიეჩვიონ ამ MIT სიტუაციას მიხვდნენ რა შეუძლან როგორ რა დატვირთით შეუძლიათ მუშაობა და გადაწყვიტონ რა სირთულის კლასები აიღონ და ამიტომ ამ პირველ სემესტრის მერე უკვე ბავშვები ასე თუ ისე იციან ანუ როგორ გადაანაწილონ თავისი დრო და კლასები და გაცილებით უფრო მარტივდება სიტუაცია როგორც ზედ მახსენა ასევე ძალიან დიდი არჩევანი გაქვს რა კლასებს აიღებს და თითქმის არანაირი შეზღუდვები არ არსებობს მაგაზე. ამიტომ შეიძლება უბრალოდ ისეთი კლასები აიღო, რომ შეიძლება ყოველთვის ისეთი კლასები აიღო, რომელიც დიდ პრობლემებს არ შეგიქმნის მაგ მხრივ. თუ ეს დიდი პრობლემა გახდა. ხო, მზიურშიო რომელი კლასები გქონდათო და რა სწავლობდითო? ამაზე ალბათ მე შემიძლია გავცე პასუხი, რომ ყველა მსათითაოდ არ ილაპარაკოთ.
ძირითადად ყველა უმეტესი ნაწილი მათგანი საოლიმპიადო მიმართულებაზე სწავლობდნენ. არ უსწავლია საოლიმპიადო მიმართულებაზე საბალებს ვერ იძეს იმის გამო, რომ საბა ძალიან გვიან, სადაც მე-10 კლასში იყავი მე მგონი, ხო, ჩვენთან რომ მოხდი. საერთოდაც საბას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. კომაროვში მოხდა ძალიან მე-9 კლასში მე მგონი, ხო? და მოკლედ ერთ წელიწადში უკვე მათემატიკის ნაკრებში მოხდა და მხოლოდ ამის მერე მიხვდა რომ თურმე შეიძლება არსებობს მზიური და სადაც შეიძლება პროგრამირება ისწავლოს. მაგრამ უკვე შანსი ნაკრებში მოსახვედრი აღარ ჰქონდა, მით უმეტეს მათემატიკას უთმობდა მეტ დროს. და ამის გამო ისწავლა პროგრამირება, საოლიმპიადოზე არ უსწავლია. და კიდე დიმიტრის არ უსწავლია. თვითონ გადაწყვიტა რომ მოკლედ არ მომწონსო საოლიმპიადო, ჩვენ კი ძალიან გული დაგვწოდა, გვინდოდა რომ საოლიმპიადოზე ყოფილიყო, მაგრამ არო დაინტერესდა არ მიმეღო. ხო, მოკლედ უფრო დაინტერესა ეს გამოყენებითმა პროგრამირებამ და ძალიან ეს არის, რა ქვია, საინტერესო რომ სწორედ მაგ ხაზით წავიდა და ძალიან გაამართლა მისმა გზამ. პირველი იყო დიმიტრი, რომლისგანაც მივხვდით, რომ თურმე შეიძლება კაცი არ წავიდეს საოლიმპიადო მიმართულებით და მაინც მოხდეს ასეთი მაღალი რეიტინგის უნივერსიტეტში. ასე რომ ეგ გზა დიმიტრის გაჭრილია. ერთადერთი კაცია, რომელიც ოლიმპიადაზე არ ყოფილა და ისე მოხდა მათ. თუმცა ის გზა, რომელიც მან გაიარა, არაფრით უფრო ადვილი და მარტივი არ არის ოლიმპიადებზე. დანარჩენება ყველა საოლიმპიადოს სწავლობდნენ და ყველა ინფორმატიკის ოლიმპიადის მედალოსნები არიან და ზოგი კიდე მათემატიკისაც. აი ეგეთი ვითარება არის. რაც შეეხება შესწავლებას შევიდა მეც საოლიმპიადოებზე ვსწავლობდი, მაგრამ ხო. ხო, ნუ უბრალოდ ვეღარ მოასწარი ნაკრებში მოხვედრა რა, ამის თქმა მინდოდა უფრო. იმიტომ იყვნენ მის გვერდით ხალხი, რომელიც მე-5 კლასიდან სწავლობდა და ბუნებრივია ახლა იმათთან კონკურენციის გაწევა, როცა მე-10 კლასში იწყე პროგრამირებას, ძალიან ძნელია, ბუნებრივია, რა თქმა უნდა. აი ერთი დამსწრე გვყავს, რომელიც გვეკითხება, რომ ვსწავლობდიო ჯავახიშვილი მაგ დამთავრებული და ძალიან ბევრი მათემატიკა და ფიზიკა ვისწავლეო და რეალურად პროგრამირება სამსახურში ვისწავლეო. მან როგორიაო, თქვენც ძალიან ბევრ მათემატიკას და ფიზიკას სწავლობთო? კომპიუტერულ მეცნიერებას არ აქვს მაგდენი მათემატიკა და ფიზიკა მოთხოვნად. თუ გაინტერესებს, შეგიძლია აიღო. თუ არ გაინტერესებს, შეგიძლია აიღო მხოლოდ აუცილებელი საგნები, რომლებიც არის ორი ფიზიკის მოთხოვნა, რაც ყველას აქვს. და კალკულუს 1 და კალკულუს 2 არის მინიმალური მოთხოვნები. მაგის გარდა არის კომპიუტერული საგანსკია მათემატიკა კომპიუტერული მეცნიერებისათვის თითქმის იგივე საგანია, რასაც ფიზიურში ლოგიკაზე ვსწავლობდით და MIT-ში რომ მოვედი თითქმის ყველაფერი ვიცოდი. მაგის გარდა მათემატიკა მე პირადად დიდად არ ამიღია და ჩემთვის გასაკვირი იყო ისიც, რომ გავიგე, რომ თქვათ სხვა უნივერსიტეტებს მათემატიკის გაცილებით უფრო მეტი მოთხოვნა აქვთ კომპიუტერული მეცნიერების დასამთავრებლად. შემიძლია ისიც დავამატო, რომ ერთ-ერთი მზიურელი ანა მაჩაიძე ჩემი და იყოს დასაწყისში საოლიმპიადო ჯგუფში, თუმცა არ გაუგრძელებია ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება და პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს ახლა. შეგვიძლია მე ანა ცალკე ილაპარაკოს პენსილვანიის უნივერსიტეტში როგორ მოხდა. თუმცა ეგეც ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება მოხდეს ამერიკულ უნივერსიტეტში, საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში არა ოლიმპიადით. და ანიც სწავლობს კომპიუტერულ მეცნიერებას და მის ფაკულტეტზე გაცილებით უფრო მეტი მათემატიკის მოთხოვნაა ვიდრე MIT-ში. ანი გვესწრება ხო ელენე, საინტერესო იქნება მოგყვება. ანი ჩემი და მეორე და მარიამი გვესწრება ახლა ანი აქ არის. არ არის. ხო, ეგ შეიძლება ყველა მარციცის ჩვენ დროს სხვანაირად იყო მოკლედ უნივერსიტეტში რომ მოვხვდით
პირდაპირ მოგცეს ცხრილი, ორ შაბათს პირველი ეს, მეორე ეს, მესამე ეს, მეოთხე ეს, სამ შაბათს ეს. ანუ ჩვენ არაფერს არ ვირჩევდით. არჩევანი ჩვენ არ აქვს ქონდა. ეხლანდელ უკვე საქართველოშიც ეგრეა, ემსგავსება ამერიკულ სისტემას, ანუ ამერიკულ უნივერსიტეტებში ეგრე არ არის. იქ საგნებს თქვენ თვითონ ირჩევთ. იქ წინასწარ არის ცნობილი რომელ დიპლომს რა საგნები ჩაბარება სჭირდება. და მაგის მიხედვით რა საგნებსაც გაივლით თქვენ, იმის შესაბამის დიპლომს იღებთ. ანუ უნდა აირჩიოთ ის საგნები, რომელიც თან ყველა სავალდებულო არ არის, არის ჯგუფები, საიდანაც უნდა შეგიძლიათ რომ არის რაღაც სასავალდებულო საგნები, რომელიც აუცილებლად უნდა დაამთავროთ და არის საგნების ჯგუფები აუცილებელი და იმ ჯგუფიდან რაღაცა უნდა აირჩიოთ. აი დაახლოებით ესე არის სიტუაცია. ეხლა ჩვენთანაც მკვიდრდება ესეთი მიდგომა, თუმცა ჯერ მთლიანად ვერა ვართ გადასული მაგ მოდელზე. ერთს დავამატებდი მაგ შეკითხვაზე, ანუ პროგრამირების სწავლას კოლეჯსა და სამსახურს შორის და სხვა იმაშიც იყო, ცხრილშიც იყო რამოდენიმე შეკითხვა მსგავსი. MIT-ის ფაკულტეტს რომ ქვია კომპიუტერული მეცნიერება, ეს ანუ მართლა მაგას ნიშნავს, ანუ კომპიუტერულ მეცნიერებასა და პროგრამირებას როგორც software development შორის საკმაოდ დიდი სხვაობა არის. და უნივერსიტეტი არ არის ასე ვთქვათ software development-ის სასწავლი ადგილი. აი თუნდაც მარტივ მაგალითი რა ვიღოთ, პროგრამირების ენას თუ სწავლობ, ასე ვთქვათ, პროგრამირების ენას კი არ შეისწავლი, უფრო იმას ისწავლი, პროგრამირების ენები როგორ არის შექმნილი, ან ეგ როგორ მუშაობს შიგნიდან. თქვათ თუ მუშაობ რაიმე ოპერაციულ სისტემაზე, მას კი არ ისწავლი, რომელიღაცა ერთ-ერთ ოპერაციულ სისტემას. ან შეიძლება კლასი იყოს, რომელშიც ოპერაციულ სისტემას შექმნი. აგრეთვე თქვათ რაღაცა მონაცემთა ბაზებზე თუ სწავლობ რაღაც სპეციფიური იმას კი არ ისწავლი, რომელიც შეიძლება სამსახურში გამოიყენო, უფრო არის ანუ როგორ გააკეთო, როგორ შექმნა ეს მონაცემთა ბაზა, ანუ უფრო ასე ვთქვათ მეცნიერული ნაწილი რაც არის, ეს ისწავლება უმეტესობა კლასებში. ზუსტად ამიტომ არის სტაჟირება კარგი, რომ თუ გინდა რომ ასე ვთქვათ გაუმჯობესდე როგორც პროფესიონალი, როგორც software developer ან software engineer, ეს უნარჩვევები უფრო სამსახურში ისწავლება აქაც. უნივერსიტეტი იმისთვის გამზადებს, რომ გქონდეს ძალიან ფართო საფუძვლები და რაც უფრო მეტი საფუძვლები გაქვს, ზოგადად შენი ასე ვთქვათ ჭერი, რა დონეზე შეგიძლია გაიზარდო შენ კარიერაში, მაგას გიზრდის. მაგრამ იმ ჩვევებს ასე ვთქვათ პირდაპირ არ გაძლევს. ეს საფუძვლები უბრალოდ გაძლევს ფუნდამენტალურ ცოდნას, რომლითაც მერე შეგიძლია რომ უფრო მაღალი დონის პროფესიონალი გახდე. მაგრამ პროფესიონალად არ გქმნის, ასე ვთქვათ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სტაჟირება მარტო იმისთვის არ არის კარგი, რომ ბევრ ფულს გიხდიან, ანუ ეგეც კარგია, განსაკუთრებით დღესდღეობით. მაგრამ უფრო იმისთვის არის, რომ გამზადებს, რომ გახდე პროფესიონალი, როგორც ინჟინერი, რომ წახვალ შემდეგ სულ განაკვეთზე, უფრო მარტივად აეწყო და იმუშაო და განვითარდა. კარგი, მე მგონი აღარ არის შეკითხვები, ხო? და დროც თითქმის 2 საათია უკვე საუბრობთ, მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. მოდი ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სტუმრებს. მადლობა უთხრათ და კიდევ ერთხელ უთხრათ ახალგაზრდებს, რომ ყველა თქვენს შეგიძლიათ იგივე გზა გაიაროთ, ბევრნაირად შეიძლება წარმატების მიღწევა ცხოვრებაში. თქვენ ერთ-ერთ მაგალითს ხედავთ, უბრალოდ ერთ-ერთი გზა, რომელიც ამ ახალგაზრდებმა გაიარეს, თორე ეს რა თქმა უნდა ერთადერთი არ არის. ბევრი სხვადასხვა გზებია, მთავარია მონდომება, მთავარია მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა ხალხო. ბატონ გიას მოусვინოთ.
მადლობა, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ არსებობთ და ესეთი კარგები ხართ და მე იმისთვის, რომ მოიცალეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად და ალბათ სულ ყველა დღევანდელი შეხვედრის და სერიოზული მაგალითი იქნება ეს ამჟამინდელი მზიურელებისთვის. მადლობა, კარგად იყავით, ჯანმრთელად იყავით და გაიხარეთ. წარმატებები თქვენს მოღვაწეობაში. ასევე დიდი მადლობა. სულ წარმატებას თუ გაჩვენეთ, შეგიძლიათ. ვერცბატონ მამირა. მადლობები მინდა შემოუერთდე, ანუ მე თვითონ ამ ისტორიებს YouTube-ზე ვნახულობ უცხოელი სტუდენტების მიერ და ძალიან სასიამოვნოა რომ ქართველებმა აი ეს გაგვიზიარეთ ეს ინფორმაცია, მართლა ძალიან საინტერესოა და ჯერა კიდევ ბევრი შეხვედრა გვექნება მოვლაშიც. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, აბა, კარგად იყავით. დაგემშვიდობებით. მადლობა, ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის. საქართველოში ჩამოგვისეირნეთ ხოლმე ხანდახან. კარგად. კარგად. მადლობა. კარგით. დავამთავროთ. კარგად. დიდი მადლობა.